გამარჯობა. დღეს მე ძალიან სახალისო, პარალელურად ძალიან საინტერესო, სერიოზული და სადღაც მისტიკით სავსე თემით გიბრუნდებით. მართალია ზაფხული გავიდა, მაგრამ ეს პროდუქტი წლის ნებისმიერ მონაკვეთში არის პოპულარული. მაგრამ სანამ მე ძირითად თემას შევეხებოდე და აქ თხოვთ ყველას, ვისაც გეზარებათ ხოლმე ჩემი შესავლების მოსმენა, უბრალოდ დროის კოდის მიხედვით გადახვიდეთ იქ, საიდანაც მე უკვე ვიწყებ ძირითად თემას. პირველ რიგში მე რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც წერს კომენტარებს. კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, რამდენიმე სიტყვიანი კომენტარი მაინც რომ დაწეროთ, ეს ძალიან ადგება არხს. უბრალოდ გულების და ტაშის ყურების დაწერა არ შველის, YouTube-ის ალგორითმი ასეთია. მე ამ ხელას შრომას ვდებ ხოლმე, კი არ გამადლით, მაგრამ ძალიან დიდ შრომას ვდებ მე თითოეულ ვიდეოში და თქვენგან მხოლოდ ვითხოვ რას, მოწონების ან არ მოწონების ნიშნის დასმას, გადაზიარებას სოციალურ ქსელებში, ეს ცოტა უფრო რთულია, ვიდრე ვთქვათ 60 სიტყვიანი, 5 სიტყვიანი კომენტარის დაწერა. და რა თქმა უნდა, ურმესი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინანსურად ეხმარება ჩემს არხს. ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო. მე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ახალი იდეები მომივიდეს თავში, განახორციელო ეს იდეები იმ მიმართულებით, რომ გადავიღო, სცენარი დავწერო, დავამონტაჟო და შემდეგ უკვე თქვენ შემოგთავაზოთ. შეიძლება ზოგიერთებმა უკვე შეამჩნიეს ერთი დეტალი ჩემს მაგიდაზე, სუფრაზე. და ალბათ უკვე მიხვდნენ თუ რაზე მექნება საუბარი. მე ამის შესახებ მოგიყვებით დღეს, ამიტომ არ გადართოთ სხვაგან, გამოვყევით და ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, მე კი გპირდებით, რომ დღეს ისეთ საინტერესო მისტიკურ გემრიელ და მათრობელად თავგადასავლებს გაგიზიარებთ, რომ ისინი არასდროს დაგავიწყდებათ. მაშ ასე დავიწყოთ. 1810 წლის 12 ოქტომბერს ბავარიის კრონპრინცმა ლუდვიგმა ცოლი მოიყვანა. სიძის მამამ მეფე მაქსიმილიან მესამემ გადაწყვიტა, რომ ქორწილი გადაეხადა ბიჭისთვის და საერთო სახალხო დღესასწაულად ექცია იგი. მან ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში გააშალა სეფა, მოდი ასე დავარქვათ, გიგანტური სეფა. იქირავა გასაშლელი სკამები და მაგიდები, ქაღალდების გადააკრა, ძაფებით რო აკრავდნენ ხოლმე და დაყარა ზედ ხორცი, სხვადასხვა ნუგბარი და მიაგორა გიგანტური კასრებით სასმელი. ეს ქორწილი მოგეხსენებათ კახელებს აუთ ესეთი გამოთქვა, გიჟი ქორწილს მივიდა, ჩემს სახლს ესაჯობიაო და ისეთ ადამიანებზე ამბობენ ხოლმე, რომლებიც თქვათ რაღაც სტუმრები არიან და აღარ მიდიან ხოლმე სახლში და ბავარიელებსაც ძალიან რომ მოეწონათ. პირველი დღე თხოვეს მეფეს რომ იქნება ცოტა გავიგრძელო და ეს გაგრძელება ერთკვირიან კეიპში გადაიზარდა. ეხლა წლის თავს ხო არ გამოტოვებდნენ, მეორე წელს უკვე მეფემ თქვა, მე თავი დავანებეთ, ხაზინაც არიელი მაქვს, ამიტომ მოქალაქეები თავად შეიკრიბენ, როგორც იციან ხოლმე გერმანელებმა, ესეთი მობილიზება გააკეთეს სახალხო მოძრაობის, თვითონვე გაშალეს ეხლა სუფრები, დაყარეს ზეცარნოვაგი და რა თქმა უნდა, ეს სასმელიც მოიტანეს, შემდეგ წელს კიდევ განმეორდა და 2025 წელსაც 12 ოქტომბერს მიუნხენში ეს ფესტივალი გაიმართება. ამ ფესტივალზე ჩადის 9-დან 12 მილიონ ტურისტამდე და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ გასინჯონ სასმელი, რომელსაც სახელად ჰქვია ლუდი. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამისთვის, იქ უგემრიელესი ღორის კანჭის გასინჯვაც შეიძლება და ასევე ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილ ულამაზეს ბავარიელ გოგონებსაც გაეპრანჭებიან, რა თქმა უნდა, მამაკაცები. ამ სასმელთან იმდენი რამ არის დაკავშირებული, რომ მის ერთ ვიდეოში მოქცევა რამოცულობისაც არ უნდა იყოს, იგი ძალიან რთულია და მაინც გამოგჩება რაღაც ისეთი, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვეცადე, რომ ყველაფერი რაღაცეთ კომპაქტურად შემეკრიბა, კონცენტრატის სახით მომეწოდებინა თქვენთვის. მაინც გამორჩება, რა თქმა უნდა, რამე საინტერესო ისტორია და თქვენ თუ გაგახსენდებათ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. მე კი დავიწყოთ ამ საოცარი სასმელის შესახებ თხრობა. თავისი არსებობის მანძილზე იგი იყო ანაზღაურების საშუალება, ერთგვარ ვალუტას წარმოადგენდა. მას ასეულ ათასობით ადამიანი ყავს გადარჩენილი წყლისგან გამოწვეული ინფექციებისგან.
მის გამო იწყებოდა და მთავრდებოდა ომები, მის გამო იშლებოდა და ეწყობოდა თავიდან იმპერიები. იწერებოდა კანონები, რომელთა არ შესრულებაც ხშირად სიკვდილით ისჯებოდა. ეს ბუშტუკებიანი მომწარო გემოს მქონე სითხე გაცილებით ძველია ვიდრე ღვინო. მას ჯერ კიდევ შუმერში ასამდნენ პატივს და ხარშავდნენ მას და მას თავისი ქალღმერთიც კი ყავდა, ხარშველი, ლუდის ხარშველი ქალღმერთი ნინკასი. არადა ეს სითხე შედგება 94% წყლისგან. დანარჩენი უკვე არის აი ამ ორი მცენარის და კიდევ ერთი ელემენტის მაგია. წყალი აუცილებლად უნდა იყოს წყაროსი და წყალი აუცილებლად უნდა იყოს რბილი. ანუ იგი არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით მარილებს. ამ სასმელის დახვეწას აგერ უკვე 7000 წელია ადამიანები ცდილობენ და ხვეწავენ და მაგრამ ინგრედიენტები ერთი და იგივე რჩება. იგი სხვათა შორის წმინდა სასმელად ითვლება საქართველოს მთაში, განსაკუთრებით ხევსურეთში და თუშეთში. ამ სითხით იხდიან მთაში ღვთისმშვილების სახელობის დღესასწაულებს. მისი მოხარშვის პრეროგატივაც თემის ხატის მიერ არჩეულ ადამიანს აქვს მხოლოდ. ამამდე 2 კვირით ადრე უნდა მოადუღონ შულტებმა. შულტებს წილისყრით ირჩევენ 1 წლის ვადით სოფელში მცხოვრები გვარებიდან. მათვე ევალებათ სოფლის გამასპინძლებაც. ხატობის წინ შულტას ევალება სიწმინდე დაიცვას და ამ მიზნით ის დედაკაცს არ გაეკარება. არც ღორისა და ქათმის ხორცს შეჭამს. მას კვერცხის ჭამაც კი ეკრძალება. ხატობის დღეს შულტას შესაწირი მიაქვს და აღებს ხატის დარბაზს, სადაც უკვე დაყენებული ლუდი ინახება. ლუდის გახსნაზე დასრების უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. მით კაცო. აბა, შემოდი. აბა, შემოჯარდ ბალღებო. აი სათლები. აი გარო. აი ხატლას, აი. ასრის თავზე სამ სანთელს დაანთებენ. უხუცესი ხსნის კასრს და ილოცება. დიდება იყოს დღევადელ სალოცავისა აშტოსი. იმის საიდებელი იყოს თქვენ ყველა სამწყალობნო, სტუმრებისა, განველებისა, შულტაებისა, წყალობდეს და ამ ჯადოსნურ სითხეს, როგორც გითხარით, ქართულად ლუდი ჰქვია. გერმანულ ენოვან სამყაროში ეს არის ბია, ბირ, სკანდინავიურ ქვეყნებში მას უძახიან ულს, სლავურ ენებში პივა, პივო, კელტურ ენებში ცერვესია. ასევე ცერვეზა, ცერვეჟა არის ესპანურად და პორტუგალიურად. იტალიურად არის ბირა, ჩინურად არის პიჯიუ, იაპონურად ბაკუშუ, ანუ თითქმის ყველა ერს აქვს თავისი სახეობის ლუდი და საბოლოო ჯამში იგი ყველა ნიშნავს სასმელს, რომელიც ქერისგან ან ხორბლისგან მზადდება. მაგრამ აზიის ქვეყნებში იგი ბრინჯისგან მზადდება და მას ბრინჯის ღვინოს ეძახიან. ახლა მე ცოტას გადავუხვევ თემიდან და მე ასეთ გადახვევებს ხშირად გავაკეთებ, იმიტომ რომ ლუდთან დაკავშირებით მე ბევრი თავგადასავალი მაქვს გადატანილი. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილია და პარტიები ესეთ სოკოებივით იზრდებიან, სამი კაცი თუ იკრიბება პარტიას ქმნის და მე და ჩემმა მეგობარმა, არქეოლოგმა, გენიალურმა ბიჭმა, უზომოდ განათლებულმა ალიკა მუსხელიშვილმა გადავწყვიტეთ, რომ ლუდის პარტია შეგვექმნა ისევე როგორც ეს მოხდა პოლონეთში. მოკლედ სიტყვა საქმე ვაქციეთ, მივდექით, მოვდექით, შევაწუხეთ ნოტარიუსები, ვიღაცას კონიაკი მიუტანეთ, ვიღაცას ბამბანერკა და რამდენიმე კვირაში უკვე ხელთ ქონდა. კვირაში ხო, იმიტომ რომ მაშინ ასე იყო, ეხლა დღეს რომ მიდიხართ თქვენ იუსტიციის სახლში და 1 საათში აკეთებთ ყველა საბუთს, მაშინ ასე არ იყო, იქ თუ რაღაცას არ მიიტანდი, იქ თუ ერთი არ გაგიშვებდა მეორედან, მეორესთან, მესამესთან, მეოთხესთან და აი ამ ჯაჭვს არ გაივლიდი ქრთამების და პირში ცინების ვერაფერსაც ვერ გააკეთებდი პარტიას კი არა. ხო და მოკლედ საქმე სერიოზულად წავიდა, იმიტომ რომ გითხრესო თქვენ თუ საკმარის ხმებს მოაგროვებთ, იქ თუ აქტიურები იქნებით, შეიძლება პარლამენტში რამდენიმე ადგილსაც კი გამოკრათ ხელიო, მაგრამ რა თქმა უნდა
ეს ჩვენს ინტერესებში არ იყო, ამიტომ მალევე მივატოვეთ ეს პარტია, მივატოვეთ რა, უბრალოდ აღარ მივხედეთ, აღარ ვიაქტიურეთ და ახლა არც კი ვიცი ოფიციალურად კიდე არსებობს იგი თუ არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში რაღაცა პერიოდის მერე ალბათ გავუქმდებოდა. ზოგადად ჩვევია ხოლმე რომ ძალიან სწრაფად თუ არ მივიღე უკავშირი, მალევე ვანებებ ხოლმე ასეთ საქმეს თავს და ამიტომ გავთხილებთ დასვით. მოწონების ნიშანი ახლა რო არ დაგავიწყდეთ და დაწერეთ კომენტარი, ეს როდესაც ვიდეოს ბოლომდე ნახავთ, რომ მე გული არავინ სროდეს და არ მივატოვო YouTube-ში ვიდეოების კეთება. ხუმრობ რა თქმა უნდა. პოლონეთში ამ საქმეს შორის ძალიან სერიოზულად მოეკიდნენ. ლუდის მოყვარულთა პარტია იქ 1991 წელს შეიქმნა, ჩვენს პარტიაზე ერთი წლით ადრე და მისი დამფუძნებელი იყო იანუშ როსი. ცნობილი პოლონელი სატირიკოსი, ჟურნალისტი, კარიკატურისტი და თავიდან ეს პარტია რაღაც სატირული იუმორისტული იყო, პროექტი იყო, მაგრამ პირველივე საპარლამენტო არჩევნებზე, ანუ სეიმის არჩევნებზე პარტიამ აიღო 8% და სეიმში 16 ადგილი მოიპოვა. ეს იყო საოცრება. ზოგადად შეიძლება ითქვას მართლაც, რომ ამ სასმელის შექმნაში რაღაცა ზებუნებრივი ურევია. არ ვიცი, ჩემი თაობის ხალხს ალბათ ემახსოვრება იყო ასეთი ანეკდოტი, ოსებს მოგეხსენებათ ეს ტრადიციული სასმელია ოსების ლუდი და ოსი ამბობს რომ შენი ჭირიმეო რა არის ღვინო არისო დაასხიდალიო და აიო ლუცო რამდენი რაღაცების გაკეთება ჭირდებაო და ამაზე ძალიან ვიცინოდით, მაგრამ როცა ჩაუჯექი და ლუდის ტექნოლოგია შევისწავლე, ის ოსი რაღაცაში მართალი აღმოჩნდა, მართალი გითხრათ. მოკლედ ლუდის დამზადება არის ძალიან რთული პროცესი და თუ რა რომ გავიგოთ თუ რა ხდის ამ სასმელს ასეთ გემრიელს და ასეთ პოპულარულს, უნდა ჩავეძიოთ, ჩავძვრეთ მისი დამზადების ტექნოლოგიაში. როცა ყურძენს ან ნებისმიერ შაქრის შემცველ ხილს დავჭყლიტავთ, მოგეხსენებათ მას თუთვილ ადგილას მოვათავსებთ ამ ყველაფერს. აი წვრილი ბუზები გაჩნდებიან, გენეტიკოსებს რომ უყვართ, დროზოფილები, რომლებსაც თავიანთ ფეხებზე მოაქვთ სხვადასხვა სოკოები, თუმცა თვითონ ჰაერშიც არის ეს სოკოები და ამავე დროს რა თქმა უნდა ნაყოფზეც. აი დაჭყლეტილ ნაყოფზე და ეს გახლავთ საფუარა სოკოები. საფუარა სოკოები არიან მათ არსებობაში მართლაც ღმერთის ხელი ურევია როგორც ჩანს, იმიტომ რომ ისინი შაქრებს გარდაქმნიან სპირტად. სპირტად და ამავე დროს გამოიყოფა ნახშირორჟანგი. ამას ეწოდება ფერმენტაცია. ანუ შაქრის ეს ურთულესი მოლეკულები იშლება ნახშირორჟანგად და სპირტის მოლეკულებად. დუღილის მსგავსი პროცესია ეს და ამიტომაც ალკოჰოლური ან საფუარული დუღილი ეწოდება მას და რამდენიმე დღის შემდეგ ეს დუღილი წყდება. და 2 კვირის შემდეგ დაახლოებით ეს უწყინარი ტკბილის სითხე უკვე კარგა მაგარ მათრობელა სითხედ არის გადაქცეული. ჩამოცვენილი და გადამწიფებული ხილისგან ყველა ვარიანტში შეიძლება ალკოჰოლის მიღება. სხვადასხვა აფრიკაში ცხოველები, განსაკუთრებით პრიმატები, ხშირად ჭამენ ხოლმე ჩამოცვენილ და რამდენიმე დღე მიწაზე ნაყარ ხილს და ამით ალკოჰოლს იღებენ და რა თქმა უნდა ალბათ რაღაც გარკვეულ სიამოვნებასაც თუ თავარია არ გადააჭარბონ რომ მეორე დღეს ნაბახუსებზე არ გაიტანჯონ პახმელიას რო იძახიან აი მას. ეს შემთხვევით შეეძლო ადამიანს აღმოეჩინა თქვა სადღაცა დარჩენოდა ყურძენი და ესეთი ყურძნის წვენი და დაწურული და დავიწყებოდა და შემდეგ დაეხედა რაღაცა ბურდა იქა სუნი სხვა აქ ვინც გარისკა მოიგო იმიტომ რომ იმის დალევა მართლაც გასარისკი ამბავი იყო აშკარად გაფუჭებული იყო სითხე მაგრამ ვინც გარისკა ისევ ამბობ მანდალია შამპანური და მოეწონა და თუ ყურძნისგან და ხილისგან შემთხვევით შეიძლება მიგეღო თქვა ალკოჰოლი აი რანაირად უნდა მოგეფიქრებინა აი ამ თავთავში არსებული მარცვლებისგან მე უკვე აგერ გამოვყარე რომ ბევრი დრო არ დავყარგო ამის გამოცვლაში აი ესეთი მარცვლები ქერის მარცვლებია ესა რომ აი ესეთი მარცვლებისგან მიგეღო სასმელი რომელიც დაგათრობდა იმიტომ რომ
მარცვლეულში შაქარი არ არის. მარცვლეულში გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ სახამებელი. ამიტომ საოცრებაა, რომ დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში, სხვადასხვა დროს და როგორც წესი ძალიან დიდი ხნის წინ ხდებოდა, სხვადასხვა ერებმა მაინც გამოიგონეს ეს სასმელი. ამ საკითხზე მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა ლუდს ათასწლეულებია იცნობს, მაინც ერთი ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს. ის კი არის, რომ თქვა პური და ლუდი ითვლება პირველ პროდუქტებად, რომელშიც ადამიანმა ბიოინჟინერია გამოიყენა, ანუ ორივე პროდუქტის წარმოებაში და შექმნაში მონაწილეობას იღებს საფუარი სოკოები. საფუარი სოკოები, რომლებიც პურის შემთხვევაში ძალიან მცირე რაოდენობით გამოყოფენ სპირტს, ის იმდენად უმნიშვნელოა, რომ ის, რა თქმა უნდა, გამოცხობის პროცესში ორთქლდება და მანამდეც ორთქლდება, ფაქტიურად რაღაც 0.0 რაღაცა პროცენტია. საფუარის საშუალებით პურის და ლუდის დამზადება ეს გახლავთ იდენტური პროცესი. ამ ორივე პროდუქტის მომზადებაში მონაწილეობას იღებს საფუარის სოკო სახარომიცეს ცერევიზე და ოღონდ ერთი განსხვავებაა. პურის ცომში საფუარი ძალიან გაჭირვებით ცხოვრობს. ცდილობს იპოვოს შაქრები, პოულობს მას მინიმალური რაოდენობით და ამ დროს გამოყოფს ნახშირორჟანგს და სწორედ ამას ამოყავს ხოლმე ცომის ზემოთ ეს პროცესი ალბათ ყველას გინახავთ. მაგრამ ალკოჰოლი, როგორც გითხარით, უკვე თითქმის არ წარმოიქმნება. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ლუდი გახლავთ თხევადი პური, ხოლო პური მყარი ლუდი. ლუდის შესახებ თქმულებები და ლეგენდები თითქმის ყველა ხალხში არსებობს, ღმერთები და გიგანტები, გმირები და დემონები, ყველა ლუდს ხარშავს. ფინურ ეპოსს კალევალაში სხვადასხვა ლუდს უფრო მეტი და მის რეცეპტებს უფრო მეტი ადგილი აქვს დათმობილი ვიდრე თვით ადამიანის შექმნას. მაგალითად სკანდინავიურ მითოლოგიაში არსებობს ზღვების მეფე იგირი, მისი ცოლი და მათი 9 ქალიშვილი სხვა ღმერთებისთვის განსაკუთრებულ ლუდს ხარშავდნენ. ეს ხდებოდა გიგანტურ ქვაბში და ყველა ღმერთი იყო კმაყოფილი და ამბობენ, რომ თორი მაშინ ბრაზდებოდა და მაშინ იწვევდა ქარიშხლებს და ჭექაქუხილს, როდესაც იგირის ქალიშვილები მას საკმაოდ რაოდენობით არ მიაწვდნენ ლუდსო. ეგვიპტელებს აქვთ თქმულება ქალღმერთ ჰათჰორზე, რომელიც ადამიანთა სისხლით იკვებებოდა და ვერ მოაშლევინეს ვერაფრით ეს ამბავი და ადგნენ და ასეთი რამ მოიფიქრეს. მოკლედ გადაამზადეს ლუდი, მაღალგრადუსიანი, შეურიეს შიგნის ბროწეულის წვენი, რომ წითელი ფერი, სისხლის ფერი მიეღო მას და შეუცურეს ჰათჰორს. ჰათჰორმა დალია კარხასიაძე დადგა და თქვა, რომ აღარ მინდა ეს ადამიანის სისხლი აწი, ამით მომამარაგეთო და უკვე ლუდი გადაიქცა ეგვიპტელებისთვის წმინდა სიტყვით, რომელსაც სხვადასხვა 2021 წელს არქეოლოგებმა ეგვიპტეში მეფეთა ველზე იპოვეს უძველესი ლუდსახარში, რომლის ასაკი 5000 წელია. ეგვიპტეში არსებობდა ორი ძირითადი პროდუქტი, ეს იყო პური და ეს იყო ლუდი. ლუდი გამოიყენებოდა წყლის მაგივრად, იმიტომ რომ ნილოსის წყალი არ დაილეოდა. იგი იყო დაბინძურებული, რა თქმა უნდა, მის ნაპირებზე ცხოვრობდა ფაქტიურად მთელი იმდროინდელი ცივილიზაცია და მთელი ფეკალიები და ყველაფერი აქ ჩადიოდა და ეხა ერთი ჭიქარო დაგელიათ ნილოსის წყალი უკვე შეგეძლოთ ანდერძის დასაწერად დამჯდარიყავით. ლუდი, პირიქით, ლუდში შემავალი ალკოჰოლი, ეს ემპირიულად მიხვდნენ ეგვიპტელები, რომ კლავს იმ დაავადების გამომწვევებს, რომლებიც ჩვეულებრივ წყალში არიან. ძველ ეგვიპტელი ექიმები კურნალობდნენ ლუდით ფსორიას, ფსიქიურ დაავადებებს, რევმატიზმს, მიგრენს და რა ვიცი, 1000 რამეს. ძველ შუმერებში, ანუ შუამდინარეთში, ბაბილონამდე გაცილებით ადრე ცხოვრობდა ლუდის ხარშვის ქალღმერთი ნინკასი. ნინკასის შესახებ 4000 წლის წინ ლურსნულად დაწერილ პოემაში პირველი წერილობითი წყარო, სადაც ლუდის დამზადების რეცეპტი არის აღწერილი. ნაბიჯ არის ყველაფერი ჩამოწერილი. ისრაელის ტერიტორიაზე ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს ლუდის ხარშვის არტეფაქტები, ჯერ კიდევ ეს ბოლომდე არ არის დადასტურებული, მაგრამ 95%-ით დადასტურებულია და მათი ასაკი გახლავთ 14000 წელი. ანუ
ძალიან ძველი სასმელია, გაცილებით ძველი ვიდრე ნებისმიერი სხვა. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით აღმოჩენილებიდან. არქეოლოგებმა შეიძლება უფრო ძველი ღვინის ნარჩენებიც იპოვონ. ჩრდილოეთ ნახევარსფერო წარმოიდგინე ჯერ კიდევ გამყინვარების ტყვეობაშია და ადამიანი ისისაა შეუდგა მიწათმოქმედებას და აი უკვე იწყებს სასმელის დამზადებას. თქვენ იკითხავთ თუ როგორ უნდა მოვამზადოთ აი ამ მყარი მარცვლისგან სასმელი, რომელიც ასეთ ცქრიალებს, დუხს, წარმოქმნის ასეთ მყარ ქაფს და შეიცავს 4-დან მაქსიმუმ 6% ალკოჰოლამდე. და აქვს ძალიან გემრიელი სუნი. ჯერ ვნახოთ რას წარმოადგენს თავად მარცვალი. მარცვალი გახლავთ მარცვლოვნების გასაკვირია ხო ესეც სახელი რო ქვია. მარცვლოვნების მიერ წარმოქმნილი მათი გასამრავლებელი საშუალება ნაყოფი და თუ თქვათ ხილს აქვს წვნიანი ნაყოფი, მარცვლეულს აქვს მყარი სახამებლით გამოტენილი ნაყოფი. აი ამაში არის მოთავსებული აი პატარა კაფსულაში არის ანაბიოში მყოფი სიცოცხლე, რომელიც კარგ პირობებში მოხვედრის შემთხვევაში და კარგი პირობები რა არის? ნესტი, მიწა და სითბო. მიწის გარეშე შეიძლება უბრალოდ სველ ნაჭერზე ან ბამბაზე რო დავალაგოთ და თქვენ ალბათ გაგიკეთებიათ ეს აღდგომის წინა დღეებში, როდესაც ხორბალს მოვაყრით ხოლმე და შემდეგ სველ ადგილას და თბილ ადგილას დადებთ, რამდენიმე დღეში იგი იწყებს გაყივებას. ამას აი ამ მარცვალს აი ასეთ მდგომარეობაში არ ეშინია არც დასხივების, არც ყინვის, არც სიცხის. ნუ ეხლა თუ დაწვავთ, რა თქმა უნდა, იგი მოკვდება, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს უძლებს. სწორედ ამან განაპირობა, რომ მარცვლოვნები საკმაოდ მაღალი ბიომრავალფეროვნებით, ანუ მათ სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდებიან და მარტო ადამიანი რამდენიმე სახეობას იყენებს და მათგან გამოყავს ახალ-ახალი ჯიშები. რა არის მარცვლის, აი თქვა და ამ ქერის მარცვლის საიდუმლო? საიდუმლო გახლავთ ის, რომ სახამებელი არის ძალიან რთული შაქრებისგან შემდგარი, ოღონდ იმდენად რთული შაქრებია ეს, რომ მათ ვერ ერევა საფუარი სოკო. ამიტომ რაღაცნაირად უნდა დაამუშავო იგი, რომ გადაიქცეს უფრო მარტივ შაქრებად, რომელსაც უკვე მოერევა სოკო. ძალიან გრძელი მოლეკულებია. შაქრად რო გადაიქცეს სახამებელი, სხვადასხვა ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ღეჭვით. აი მაგალითად თქვენ პური რომ დიდხანს გააჩეროთ პირში, ну ღეჭოთ ან ენის ქვეშ ამოიდოთ ან არ აქვს მნიშვნელობა, დაახლოებით 10 წუთი მაინც თუ გაუძელით, ნახავთ რომ სიტკბო გაჩნდება პირში პურის გემოსთან ერთად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ნერწყვი შლის სახამებელს მარტივ ნაწილებად და ეს მარტივი ნაწილები არის შაქრები. ის შაქრები, რომლებიც უკვე ადვილად გადამუშავებადია საფუარი სოკოებისათვის. ასეთი ფერმენტები თვითონ მარცვალშიც არის, ანუ ფერმენტები, რომლებსაც შეუძლიათ სახამებლის გრძელი მოლეკულების შაქრებად დაშლა. მაგრამ ისინი მძინარე ანაბიოზურ მდგომარეობაში არიან და მარცვალის თითქოს ანაბიოზში, აი ანაბიოზი გახლავთ, გინახავთ ალბათ ხშირად ფანტასტიკურ ჟანრის ფილმებში, როცა ხანგრძლივი მოგზაურობა უწევთ ასტრონავტებს, მათ აძინებენ სპეციალურ კაფსულებში და შემდეგ როდესაც ადგილზე ჩადიან, ისინი ვითომ არაფერიო ასეულობით წლების მერე იღვიძებენ, როგორებიც იყვნენ მანამდე. დაახლოებით იგივე რამ ხდება აქაც და აი ხა ეს მარცვალი რომ ადამიანმა შეინახოს კარგ პირობებში, 1000 წლეულების შემდეგ აღმოცენების უნარი მას კვლავ ექნება 1000 წლეულის შემდეგ. ახლა დაუბრუნდეთ კვლავ ლუდს. რას შვება მარცვალი, როდესაც იგი ხვდება კარგ პირობებში? და თქვენ კვლავ გახსოვთ აღდგომის აი სწორედ იმ ხორბლიდან, ხო? თუ დააკვირდებით მესამე-მეოთხე დღეს ხორბლის ერთ-ერთი ბოლოდან გამოდის ფესვი. რამდენიმე ხანში მომწვანო ფერის თავსაც ამოყოფს ღერო. ეს გახლავთ ალაოს სტადია. ანუ ამ დროს ხდება რა? მარცვალში არსებული ფერმენტები
წყლის და სითბოს ზეგავლენით ცოცხლდებიან და იწყებენ ხორბალში არსებული სახამებლის შაქრებად დაშლას. თქვენ რომ ამ დროს გასინჯოთ მარცვალი, გასინჯეთ არინანებ ძალიან გემრიელია იგი და პლუს მასში არის უამრავი სასარგებლო ნივთიერება, ანტიოქსიდანტებიდან დაწყებული თითქმის ყველა ვიტამინი, იგი იმუნურ სისტემას აჯანსაღებს, იგი ნერვულ სისტემას აწყნარებს, ძვლებს ამაგრებს, რა ვიცი, მართლაც საოცარი რამ არის და მას აქვს ტკბილი გემო, იმიტომ რომ აი ეს გაცოცხლებული ჩანასახი საჭიროებს შაქრებით კვებას, რომ იგი სწრაფად გაიზარდოს და თქვენ იცით რომ აი ორ კვირაში უკვე აღმონაცენი საკმაოდ მაღალია. აქ იმალება ლუდის საიდუმლოება. აი ამას როგორ მიაგნეს ადამიანებმა და სოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში ეს არის საოცრება. ისინი აჩერებენ მარცვლის ზრდას აი ამ ეტაპზე. როგორც გითხარით, ამ ეტაპს ეწოდება ალაოს ეტაპი. ანუ როდესაც მარცვლიდან გამოსული არის ფესვი და ღერო. როგორ აჩერებენ? იგი უნდა მოკლან უბრალოდ. მოკლან მაღალი ტემპერატურით და მას ხალავენ. თუ ეს მოხალვა მიმდინარეობს 80 გრადუსზე და ეს ალაო იღებს ხოლმე ესეთ ოქროსფერ ფერს, მაშინ ლუდი გამოდის აი ასეთი ფერის. ხოლო თუ ზედმეტად გადაშავდა კარამელიზაცია თუ მოხდა, ზედმეტი კარამელიზაცია ალაოსი, მაშინ გამოდის მუქი ფერის ლუდი. და აქ არის სწორედ საიდუმლო ლუდის შენახული. ანუ ჩვენ შაქრების წარმოქმნის დონეზე ვაჩერებთ მარცვლის ზრდას. აი აქედან იწყება უკვე მეორე საფეხური ლუდის წარმოებისა, ანუ როდესაც ალაო უნდა გადაკეთდეს სითხეთ. ამისათვის მას ღერღავენ, დაფქვავენ, ზოგიერთ უფრო სკლად, სხვა ტექნოლოგიებია, როგორც წესი უფრო სკლად. შემდეგ ასღამენ 80 გრადუსამდე გაცხელებულ წყალს და ფაქტიურად ამზადებენ მარცვლეულის აი ალაოს ფაფას. საკმაოდ შეუხედავი მასაა ეს ესეთი, რომ შეხედავთ მაინც არ მოგეწონებათ. შემდეგ ამ ფაფას გაწურავენ და აი ეს წვენი რაც გამოდის, იგი არის შაქრებით მდიდარი. ამ ეტაპზე მიღებულ სითხეს აი მერვე საუკუნისდან დაახლოებით ევროპაში ამატებდნენ სხვადასხვა არომატულ ბალახებს, მაგალითად ძალიან პოპულარული იყო ლუდში მწარე აბზინდის დამატება, მწარე აბზინდა კი მოგეხსენებათ ჰალუცინაციებს იწვევს და აი ალკოჰოლთან ერთად დაზედებული აი ეს აბზინდის ზემოქმედება მაინც და მაინც კარგად არ მოქმედებდა ადამიანს. მაგრამ კუჭნაწლავისთვის იყო უებარი საშუალება და მაშინ მოგეხსენებათ ხშირი იყო ხოლმე აი საკვებით მოწამლები, იმიტომ რომ შენახვა საკვების არ იყო ისე განვითარებული, როგორც მომდევნო ათწლეულებში და ასწლეულებში. ყველაზე ხშირად ალაოსთვის გამოიყენება ქერი. ქერი, მაგრამ რა თქმა უნდა, არც ხორბალია ჯაბანი. მაგრამ ხორბალს ერთი მინუსი აქვს, ხორბლისგან კარგი პური მზადდება და ხორბალი ყოველთვის უფრო ძვირია. ამიტომ ნელ-ნელა ლუდის წარმოება გადავიდა ქერზე. და დღეს ფაქტიურად თუ აზიის ქვეყნებს არ ჩავთვლით, სადაც ბრინჯის საკმაოდ თავისებური, საკმაოდ გემრიელი ლუდი იხარშება და ასევე სხვა შორის ამერიკას, რომელზეც მე ცალკე ვისაუბრებ, სადაც იხარშება სიმინდისგან უკვე ლუდი ძალიან ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბრინჯშიც, ქერშიც, ხორბალშიც და სიმინდშიც და კარტოფილშიც თქვენ წარმოიდგინეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ სახამებელი, რომელსაც ერთი რამ ჭირდება, ფერმენტაცია, ანუ შაქრად გარდაქმნა, რომ შემდეგ მას საფუარი სოკო მოერიოს. ახლა კი განსაკუთრებით ზიზღიანებმა ყურებზე შეგიძლიათ დაიდან გადაახტეთ ამ ნაწილს, იმიტომ რომ მოგიყვებით ოკეანიის ერთ-ერთი კუნძულის და ასევე სხვა შორის სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ინდიელთა რამდენიმე ტომის ტრადიციის შესახებ, რომელიც გამოიხატება შემდგომში. ლუდის დამზადების ტრადიცია ასეთი. ეს ხალხი იდგამს წინ დიდ ჯამს და ჭდებიან მის ირგვლივ რამდენიმე მამაკაცი, უფრო, იმიტომ რომ მათ ძლიერი ყბები აქვთ და კბილები აქვთ და იწყებენ მარცვლეულის ღეჭვას. ღეჭავენ რაღაც ეტაპამდე მიიყვანენ და შემდეგ ამ ჯამში აფურთხებენ. და ასე ავსებენ ამ ჯამს. რა თქმა უნდა, პირში ხდება, როგორც გითხარით, შაქრებად გარდაქმნა სახამებლების
და ეს მასა იწყებს დუღილს. დუღილს იწყებს და შემდეგ სტუმრად თუ მოხვდებით მათთან რომ არ დალიოთ ეს ლუდი ისინი შეურაცხყოფად ჩათვლიან და შეიძლება მისაყოლებლად გადაიქცეთ იმ ლუდის, ასე რომ ჯობს დალიოთ ან მე თუ ვკითხავთ საერთოდ არ მიხვიდეთ ამ ტომებთან სტუმრად. ქსენოფონტე თავის ძალიან ცნობილ ნაშრომში ანაბასისი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით თარიღდება, აღწერს სომხეთში ლუდის წარმოებას და მოხმარების პროცედურას. იგი ამბობს, რომ სარდაბებშიო დიდი ზომის თიხის ჭურჭელი იდგა, სადაც ფაფის მაგვარი მასა დუღდა და სომხებიო ჩადიოდნენ, ძირითადად მამაკაცები, მათ ჰქონდათ თან ლერწამი, რომელშიც ღრუ იყო გაკეთებული და ჩაყოფდნენ აი ამ მასაშიო და იქედან მოწურპავდნენ, საკმაოდ უგემური სასმელიაო, მაგრამო როგორც თვითონ ადგილობრივები ამბობენ, იგიო ძალიან შველისო კუჭნაწლავის მოქმედება, საწესრიგებსო, ბევრ პროცესო და ჯამთელობას უწყობს ადამიანის ხელსო. ალბათ ეს გაუფილტრავი, ძველი სამყაროს გაუფილტრავი ლუდი საკმაოდ არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა და ალბათ გემოც არ ქონდა მაინც და მაინც კარგი. მე მაპატიონ ჩვენი მთის გენიალურმა მაცხოვრებლებმა, რომლებიც მე ძალიან მიყვარს და რომელთა ტრადიციებს მე პატივცემ, მაგრამ არ მომწონს ლუდი, რომელსაც ისინი ხარშავენ, იმიტომ რომ მე უფრო ტრადიციული ლუდის კენ ვიხრები. ის ძალიან თავისებური სასმელია. ის არ არის იმ სტანდარტების, როგორიც ესაა. იმას სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიაც აქვს და ასევე, რა თქმა უნდა, დანიშნულება და დატვირთვა. ამიტომ ის ლუდიც ძალიან კარგია და ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი მე, რომლებიც სპეციალურად ადიან ხოლმე ესეთ ხატობებში, რომ ის ლუდი გასინჯონ და რა თქმა უნდა ხატცენ პატივი. ევოლუციურად საფუარა სოკოები, არ ვიცი, ცოტა ნონსენსია მათი არსებობა, იმიტომ რომ ისინი ქმნიან პროდუქტს, რომელიც მათ საბოლოოდ კლავს. აი მაგალითად მათ, როდესაც თქვათ, სპირტიანობა, ალკოჰოლის რაოდენობა სითხეში მიაღწევს 12-14 გრადუსს, საფუარა სოკო კვდება. ფაქტიურად საფუარი გმირულად ეცემა საკუთარივე საჭმელის ბრძოლის ველზე. ლუდში საფუარი ბუნებრივად 6%-ზე მეტ სპირტს ვერ წარმოქმნის, ხოლო ღვინოში ეს ამბავი მას არ უჭირს და 14-15 გრადუსამდე დაც ადის ხოლმე ღვინის სიმაგრე, როდესაც შაქრიანობა მაღალია. ამიტომ ძველი ბერძნები და რომაელები ლუდს მაინც და მაინც დიდ პატივს არსებდნენ და უფრო ბარბაროსების სასმელად მიიჩნევდნენ. მოგეხსენებათ ღვინო როგორი პოპულარული სასმელი იყო, ღვთიური სასმელი იყო ორივე ამ იმპერიაში და მართალია ისინი წყალში გაზევებულს სვამდნენ მას, მაგრამ სვამდნენ მთელი დღის განმავლობაში და სხვადასხვა ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, რომ ლუდი გახლავთ გაცილებით უსაფრთხო სასმელი იმ საუკუნეებში ვიდრე წყალი. როცა რომაელთა ლეგიონები დაიზრნენ აღმოსავლეთისკენ, დასავლეთისკენ და განსაკუთრებით ჩრდილოეთისკენ, მათ აღმოაჩინეს, რომ ადგილობრივი ტომები სვამენ რაღაც გაურკვეველ სასმელს, მყრალი სუნის და მყრალი გემოს მქონეს, რომელსაც სხვა შორის ამ მყრალი გემოს გასაყვანად არომატულ ბალახებს უმატებენ და ამის შემდეგ ისინი ხდებიან არანორმალურად ძლიერები და ერთ თქვათ გერმანული ტომის რომელიღაცა წარმომადგენს საქს შეუძლია 20 რომაელი კარგად აბჯარში ჩასმული გაიყოლოს იმ ქვეყანად. და ამ სასმელს ისინი ეძახდნენ გრუტს, გრუიტ, აი ესე. გრუიტი ფაქტიურად იყო სამკურნალო მცენარეების სპირტის ნაყენი. დაბალი სპირტიანობით გამოირჩეოდა, რა თქმა უნდა, იყო სასმელი გრუტები, რომლებსაც მარტო შამანები სვამდნენ და მასში იყო გახსნილი ძირითადად სადამაყვანას ექსტრაქტი იყო შიგნით და ჰალუცინაციებს იწვევდა და შამანი უკვე წინაპრებს ელაპარაკებოდა და საზღვრავდა თუ როგორ მოიგებდნენ თუ არა ომს. გრუტის რეცეპტი ადგილობრივი ფეოდალების საკუთრება იყო, როგორც საავტორო უფლება, ასე ისინი ძალიან მკაცრად იცავდნენ მის რეცეპტებს და ყველა მართველი გერმანული ტომებისა, ყველა ბელადი აწარმოებდა თავის დამახასიათებელ გრუტს და ამ გრუტში, რა თქმა უნდა, შედიოდა ის მცენარეები, რომლებიც მათ გარემოში იზრდებოდა. და რა არ იყო და არ მიხსენებია მე აქამდე ლუდში
ეს გახლავთ აი ეს მცენარე. ძალიან უცნაური რაღაცა გირჩებივით გირჩების მქონე მცენარე. ეს არის ხვიარა. ბევრი ძებნა არ დამჭირებია ქალაქში. მიპოვეს სვია. აი ეს გახლავთ სვია, ესეთი ხვიარა მცენარეა, რომელსაც აქვს ესეთი ყვავილედები, რომლებიც გირჩს მოგვაგონებს და როგორ არის მოდებული ხედავთ. რომელსაც განსაკუთრებული არც მოვლა სჭირდება და აი ეს ამ გირჩებში არის ის ლიპულინი, ანუ ის ნივთიერება, რომელიც ანიჭებს შემდეგ ლუდის სიმწარეს, თავისებურ დამახასიათებელ არომატს და ასევე იგი არის დამამშვიდებელი. აი ამ გირჩებისგან ამ გირჩებს ახმობენ და შემდეგ ამისგან ბალიშებს აკეთებენ და ბალიში ამბობენ იწვევს კარგ გემრიელ ძილს და ასევე კეთილსიზმრებს. მართლაც თავისებური სუნი აქვს და იმას სახში წავიღებ და კიდევ კარგად გაჩვენებთ მას. და რას წარმოადგენს სვია? უпростоრად სვიის ნაყოფი, რომელსაც მართლაც გირჩის ფორმა აქვს, თუმცა მას გირჩთან არანაირი კავშირი არ აქვს გარდა შესახედაობისა. 726 წელს ჰალერტაუს დღევანდელი ბავარიის მიწაზე ნაპოვნ ხელნაწერში პირველად არის ნახსენები სვია. 755 წელს გერმანულ სამონასტრო ხელნაწერში სვია მოიხსენიება როგორც კულტურული მცენარე და რომელსაც ახასიათებს სამკურნალო თვისებები და პარალელურად იგი ხელს უწყობს ლუდის დიდხანს შენახვას. ადელჰარდი იყო ასეთი ბერი, რომელიც ბენედიქტელთა ორდენის წარმომადგენელი იყო და იგი სამონასტრო ლუდს ხარშავდა და მან დადასტურებულად პირველად გამოიყენა იგი ლუდის ხარშვისას. აი 822 წელს უკვე 822 წლის ხელნაწერში პირდაპირ რეცეპტში ზის სვია როგორც აუცილებელი ინგრედიენტი ლუდის წარმოებისთვის. იგი აძლევს ლუდს დამამშვიდებელ თვისებებს, ასევე აძლევს ძალიან საინტერესო მომწარო გემოს და პარალელურად იგი რაც მთავარია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელს უწყობს მის დიდხანს შენახვას. აი ამ გირჩში არის ესეთი ყვითელი ფერის არ არის ბოლომდე მწიფე, ამიტომ ძალიან ცოტა გამოიყარა. ყვითელი ფერის მარცვლები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ნივთიერება ლიპულინს. აი სწორედ ეს ლიპულინი გახლავთ ის ნივთიერება, რომელიც გემოს აძლევს და არომატს აძლევს ლუდს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ინახავს მას დიდი ხნით. ლუდში სპირტის რაოდენობა არც თუ ისე მაღალია, ბუნებრივად ყველაზე მეტი არის 6 გრადუსი, ახლა ამ ლუდში არის 4.5% არის მხოლოდ ალკოჰოლი და რა თქმა უნდა ეს არ წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას სხვადასხვა ბაქტერიებისთვის და პარალელურად სხვა საფუარი სოკოებისთვის, რომ მათ დაიწყონ ლუდის გაფუჭება. ეგ კი არა ღვინოც კი, რომელიც მოგიხსენებათ 14-15 გრადუსზე, 16 გრადუსამდეც კი შეიძლება ავიდეს, ანუ სპირტის შემცველობა იყოს ამდენი პროცენტი, ისიც კი ფუჭდება, ანუ ძმარდება. აქ საქმეში ერთვებიან ძმარმჟავა ბაქტერიები, რომლებიც მთელი არმიაა სხვადასხვა სახეობის, რომლებიც სპირტს უკვე ძმრად გარდაქმნიან. აი რატო აკეთებენ ამას კაცმა არის ის, რა თქმა უნდა, ეს ფერმენტაციის პროცესია და ამ დროს ისინი მრავლდებიან. პირველი რაც ცოცხალი ორგანიზმისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს არის თაობის, ახალი თაობის დატოვება, მაგრამ მაინც ესეთი ძალიან საინტერესო რამეა. ამ საქმეში შემდეგ ერთვებიან ობის სოკოები და თუ ამ ლუდს ახლა მე დავტოვებ და 1-2 კვირის მერე მივაკითხავ, იქნება რაღაცა კატასტროფა. შიგნით მთელი ზოოპარკი იქნება საფუარი სოკოების, ბაქტერიების, ისინი ერთმანეთს ცვლიან, იმიტომ რომ ამ ფერმენტაციის პროცესში ნაწილი იღუპება, ახალი ტიპები მოდიან, ისინი ჩნდებიან და საბოლოო ჯამში ამაზე საკმაოდ სქელი ესეთ ფენა
ობისოკოებისა გაჩნდება, რომლებიც დედას უტირებენ სხვას ყველაფერს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ობისოკოებში არის დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკები, ანუ ნივთიერებები, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს და ამ ლუდის ბოლო არის სწორედ დაობება და შემდეგ როდესაც იგი ბოლომდე ამოშრება ის ობისოკოს გაქრება. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, ადელჰარდმა დაადგინა, რომ ლუდში სვის დამატება ზრდის გააცილებით 10 ჯერ ზრდის დაახლოებით მისი შენახვის ვადას. სვის ეს თვისებები გახდა მთელს ევროპაში ცნობილი და მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ლუდს უკვე აქ სვის გარეშე აღარ აწარმოებდნენ. ეს უკვე კანონითაც დაკანონდა მე-10 საუკუნეში, კანონით აუცილებელი გახდა მისი დამატება. ასეა თუ ისე, სვია მაგერ უკვე 1400 წელია, რაც კვიდრად დაიკავა თავისი ადგილი ლუდის წარმოებაში, ლუდის ხარშვაში და სვის რაოდენობაზე, მისი რა ეტაპზე დაამატებენ მას, რა ჯიშის სვია, აი ამაზე არის დამოკიდებული ხშირად ლუდის არომატი, მისი გემოვნური თვისებები და სხვა. მასში აი ამ სვიაში გარდა ლიპულინისა არის ეგრეთ წოდებული ალფა-მჟავები, რომლებიც განაპირობებენ აი ლუდებს, აი განსაკუთრებით თეთრი ფერის ლუდებს, ღია ფერის ლუდებს სიმწარე რო დაკრავთ, ძალიან სხვანაირი თავისებური სიმწარე, სწორედ ეს ალფა-მჟავები განაპირობებენ. ამ მცენარეს რუსულად და სლავურ ენებზე ქვია ხმელი. და აქედან არის სიტყვა ახმელეჯ, ანუ ხმელნოე, ანუ მთვრალი. აქედან მოდის სწორედ ფუძე არის აქ. ჩვენში მთაში სვიას მე რამდენადაც ვიცი არ იყენებენ, მხოლოდ ალაოს. და ამიტომაც არის, რომ ეს ლუდი იხარშება ისეთნაირად, რომ სწორედ დღესასწაულებზე მთლიანად დაილიოს, ანუ ის თქვა, რომ შეინახოს და 3 და 4 თვის მერე დალიო, მსგავსი რამ არ ხდება. რადგან სვიამ ლუდის კონსერვაციაში ასეთი დიდი გადატრიალება მოახდინა, მისი ექსპორტირება უკვე ადვილი გახდა, ანუ ჩამოასხამდნენ ეს ბერები ამ კასრებში და უკვე შეეძლო თქვათ ფლანდრიიდან გადაეტანათ საფრანგეთში, საფრანგეთიდან გერმანიის ტომებისთვის მიეყიდათ, იქ ზემოთ სკანდინავიაში აეტანათ და ასე შემდეგ. გერმანული ჰანზეური კავშირი როდესაც ჩამოყალიბდა და მე ამ კავშირის შესახებ მაქვს ძალიან საინტერესო ვიდეო აუცილებლად ნახეთ იგი, კარგად არის გაკეთებული, მე თვითონ ძალიან მომწონს ჩემი ნამუშევარი, ამიტომ თუ პატივსდამდებს და ნახავთ, ძალიან ბევრი საინტერესო რამეს გაიგებთ. ჰანზეური კავშირის და ზოგადად ევროპის, აი მე-11, მე-12, მე-13 საუკუნეების შესახებ, აი იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ჩვენთანაც მეტნაკლებად სიმშვიდე იყო, მეტნაკლებად ვითარდებოდა ჩვენი ქვეყანა, რა ხდებოდა ამ დროს პარალელურად გერმანიაში და ზოგადად ევროპაში. და სწორედ ამ ჰანზეური კავშირის ლიდერმა ქალაქებმა და მათ შორის იყო ლუბეკი, ეს იყო ბრემენი და მთავარი ქალაქი ეს იყო ჰამბურგი. შემდეგ უკვე მოგვიანებით ლონდონი ჩაერთო, სხვა ქალაქები ჩაერთნენ, მაგრამ აი სწორედ ეს ქალაქები იქცნენ ლუდის წარმოების ცენტრებად მთელს ევროპაში. პარალელურად ამავე დროს გერმანიაში იწყება რეფორმაცია, ეს არის მარტინ ლუთერის გალაშქრება კათოლიკური ეკლესიის და პაპის წინააღმდეგ და ეს ძალიან მოსწონთ, რა თქმა უნდა, გილდიებს, ანუ იმ საძმოებს, რომლებიც დაკავებული არიან ლუდის წარმოებით და ლუდის გატანით სხვა ქვეყნებში. რატომ? იმიტომ რომ თუ აქამდე მონოპოლია მონასტრებს ჰქონდათ, ახლა იგი გადავიდა საერო ხელში. გილდია აწესებს ლუდის სისუფთავის კანონებს. და მათგან გადახვევა არის კატასტროფის თოლფასი, იმიტომ რომ თუ აი ყველაზე მცირე და ესეც თვითმკვლელობის თოლფასი იყო, ყველაზე მცირე არის გილდიიდან გაგდება და უზარმაზარი ჯარიმის დაკისრება ამ ადამიანზე, რომელიც ბოლომდე აპარტახებს მას. ამიტომ აუცილებელი პირობა ამ კანონში არის რა? სვია, აი ეს მცენარე, სუფთა წყალი, რომელიც რბილი უნდა იყოს, ანუ ყოველგვარი მარილებისგან თავისუფალი და მარცვლეული, კერძოდ ხორბალი ან ქერი. ესეც მაღალი ხარისხის. და რა თქმა უნდა, ტექნოლოგია უნდა იყოს მაქსიმალურად ზუსტად დაცული. ამიტომ გერმანული ლუდები დღემდე გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, ასევე დანიური, ასევე ბელგიური, ასევე ჩემი ფავორიტი ჩეხური ლუდი. ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ
ერთადერთ კონკურენტებად ლუდის მხარშველების არჩევიან ქალები. ჩვეულებრივი დიასახლისები, რომლებიც აი როგორც ჩვენ ახლა ჩვენი ქალები რო ამზადებენ, ხო? რაღაც კატლეტს შეწვავენ, სუპს გააკეთებენ, საცივს დღესასწაულებზე, ანალოგიურად ევროპაში ქალები სახლში ჩვეულებრივად ხარშავენ ლუდს. ოჯახური მოხმარებისთვის. ამიტომ ლუდის გაყიდვები ნელ-ნელა ქვემოთ იწევს. მზაკრულ გეგმას მოიფიქრებენ, მოკლედ ძლებთან თუ აი ბერებთან შეთანხმებით, ისინი ქალებს, რომლებიც ლუდს სახლში ხარშავენ, გამოაცხადებენ ჯადოქრებად და გერმანიაში მოგხსენებათ ჯადოქრებს ასაც უშვებოდნენ და ზოგადად ევროპაში. წვავდნენ. ამიტომ 1 2 3 4 პროცესი რო გაიმართა და 5 6 7 8 ქალი დიასახლისი ჩვეულებრივ მათ ლუდი მოხარშა უბრალოდ სახლში. კოცონზე აიყვანეს და ქვემოდან ცეცხლი მისცეს. ამის შემდეგ ქალებმა რა თქმა უნდა ოჯახში ლუდის მოხარშვა აგრძალეს, იმიტომ რომ ეხა ვიზა აქვს ორი თავი. და პლუს კიდევ ლუდის კანონში ეწერა ესეთი ძალიან საინტერესო რამ, მე დამავიწყდა მეთქვა, რომ ცუდი ხარისხის ლუდი არის ღმერთის წინააღმდეგ მიმართული საქციელი. აი ამ დონეზე იყო ეს სასმელი პოპულარული კი არა და აუცილებელიც ალბათ. ბრიტანელებმა სუის კულტურა მხოლოდ მე-18 საუკუნეში აღიარეს, მანამდე ეწინააღმდეგებოდნენ როგორც კუნძულელები და ესეთ იზოლირებული ხალხი, მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ის რაც სხვა ევროპაში ხდებოდა, მანამდე ისინი სუის გარეშე ხარშავდნენ ლუდს და მას ეძახდნენ ელს. ხოლო სვიანი ლუდი იყო ბია. ახლა ელს აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს, სხვა რამეს ეძახიან, ამაზე მე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ. ევროპას არც ამერიკა ჩამორჩებოდა და მამადამა არსებლები, ისეთი როგორც ხო თომას ჯეფერსონი, ჯორჯ ვაშინგტონი, სემუელ ადამსი, ამათ ყველას ჰქონდა თავიანთი ლუდსახარში და სხვა შორის სემუელ ადამსის სახელობის ლუდი დღემდე გამოდის და ძალიან პოპულარულია. 1516 წელს ბავარიის ჰერცოგი ვილჰელმ მეოთხე იღებს რაინჰაიცგებოტ, ანუ კანონს ლუდის სიწმინდის შესახებ. ლუდში არ უნდა იყოს არაფერი გარდა რბილი წყლისა, გარდა სვიისა და გარდა ქერის ალაოსი. საფუარი ამ კანონში შეტანილი არ არის, იმიტომ რომ საფუარზე მაშინ ჯერ კიდევ წარმოდგენა არ აქვს 19 საუკუნის ბოლომდე თუ რამხელა საქმეს აკეთებს ის რაც არ ჩანს. 1553 წელს ამ რაინჰაიცგებოტის კანონს დაემატა კიდევ ერთი პუნქტი, რომ აკრძალული არის ლუდის ხარშვა 23 აპრილიდან 23 სექტემბრამდე. თუ რატომ მე ამის შესახებ უკვე გითხარით, ამ პერიოდში ლუდი მიუხედავად სვიისა მაინც შეიძლება გაფუჭდეს. ამან ბავარიელებს სტიმული მისცათ გამოეგონებინათ თავიანთი ლუდი, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარული სახეობაა ლუდის. დღეს არსებობს ორი ლუდის ორი ძირითადი სახეობა, ეს არის ელ და ლაგერი. აი, თქვენ ხედავთ აქ, მე რეკლამა რო არ გამომივიდეს, აი, ლაგერ აწერია. ამ ლუდს ელი ლაგერისგან განსხვავდება თავისი წარმოების ტექნოლოგიით, გემოც განსხვავებული აქვს. ელი არის ძველი ტრადიციული ხარშვის მეთოდი. ელის საფუარას სოკოები დაახლოებით 15-დან 24 გრადუსამდე ტემპერატურაზე იწყებენ დუღილის, ანუ ფერმენტაციის პროცესს და ამისთვის ამ სითხეს, გამზადებულ სითხეს ათავსებენ თბილ ადგილას. ამ დროს საფუარის სოკოები უჯრედები ერთმანეთს ეწეპებიან, ეს ისეთ ბურთისებური უჯრედებია, ერთუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმია, საფუარა სოკო და სითხის ზედაპირზე ამოდიან ქაფთან ერთად. და ამას ეწოდება ლუდის ასეთი მიღების წესს ეწოდება ზედა დუღილის ლუდი. ამ დროს საფუარი გამოყოფს ეთერზეთებს, რომლებსაც აქვთ ძალიან ხშირად ყვავილების ან ხილის გემო, არომატი. არჩევენ სხვა შორის ვაშლის არომატს, ქლიავის, მსხლის, ასევე ვარდის და ამიტომ ელი საკმაოდ პოპულარული სასმელია და საინტერესო სასმელია თუ ადამიანი ცდილობს რაღაცა ახალი იგრძნოს ლუდში. აი მაგალითად ძალიან პოპულარული არის ეგრეთ წოდებული IPA, ანუ Indian Pale Ale,
რომელიც მე-19 საუკუნეში შეიქმნა და იგი გადიოდა ბრიტანეთის კოლონიაში, ინდოეთში კერძოდ და რომ გაეძლო მას 9 თვიანი, ზოგჯერ 10 თვიანი გრძელი უგრძელესი მოგზაურობისთვის და მით უმეტეს აი ეს ცხელ ჰავის პირობებში მას უმატებდნენ სპირტს. ანუ ზედმეტ სპირტს აძლევდნენ, ვიდრე საფუარა სოკოს შეეძლო გამოედნო ალაოსგან და ხშირად მისი სიმაგრე იყო 14-15% ალკოჰოლისა, ანუ ღვინის სიმაგრე ჰქონდა. IPL-ი არის ღია ფერის ლუდი, როგორც გითხარით და მისი ალაო შრება ნელ ცეცხლზე, ანუ იგი ესეთი ოქროსფერი რო გახდება, მერე იწყებენ მისგან ლუდის ხარშვას. აი აქ მივადექით ჩვენ ძალიან საინტერესო შავ ლუდს. შავი ლუდი სხვა არაფერია თუ არა გადამწვარი ალაოს, ესე იგი ალაო, აი თქვენ რო თქვა რაღაცა მოხალოთ, ხო? და ცოტა დაგეწვათ. დაახლოებით ანალოგიური რამ ხდება შავი ლუდის შემთხვევაშიც და რომ მიეწვებოდათ ხოლმე ხა ამ ძვირფას პროდუქტს ხომ არ გადაყრიდნენ, ზოგჯერ მიეწვებოდათ ხოლმე. ხო და მაინც ხარშავდნენ მისგან, სახარჯს რო ეძახიან, კახეთში აი ესეთ ლუდს. და აღმოჩნდა რომ ასეთ ლუდს აქვს ძალიან კარგი ფერი, მუქი ფერი, ძალიან განსხვავებული სხვა ლუდებისგან და მას სხვადასხვა სპირტს უმატებდნენ და ძალიან პოპულარული იყო იგი პორტის მუშებს შორის. და სახელი ალბათ ყველა იცით, პორტერი, სწორედ აი აქედან მოდის. ამ პორტერს ეს დაღლილი მტვირთავები სვამდნენ ხოლმე და კარგ დროს აზარებდნენ დაძაბული სამუშაო დღის მერე. დაახლოებით 15 გრადუსამდე აყავდათ პორტერის სიმაგრე. მე-20 საუკუნის სადღაც 10-იანი წლებიდან დიდი მოძრაობა გაიშალა მთელს ევროპაში და მთელ მსოფლიოში, ამერიკაშიც მათ შორის ალკოჰოლური სასმელების წინააღმდეგ და ასეთი ლუდის წარმოებლებს თხოვეს რომ იქნებოდა დაუკლოთო ცოტა ეს გრადუსია. და ეს 15 და 16 და 17 გრადუსიანი ასეთი ლუდები პორტერის სახელითაც იყო ცნობილი და ასევე მათ ერქვათ სტაუტები. და ასეთი ძალიან ცნობილი სტაუტი გახლავთ, რა თქმა უნდა, გინესი. გინესი, რომელიც დღემდე ითვლება შავი ლუდების მეფედ, გინესი, რომელიც ყველაზე ცნობილი ლუდია ალბათ მსოფლიოში და რომლის რეკორდების წიგნიც ალბათ ყველამ იცით. გინესმა ყურად იღო საზოგადოების მოთხოვნა, გადადგა მათკენ ნაბიჯი და დღეს უშვებს იგი ჩვეულებრივ ლუდს, ჩვეულებრივი სიმაგრისას. მაგრამ პარალელურად გამოდიოდა გინესი უშვებდა ასევე იმპერიულ ლუდს, რომელსაც ჰქონდა 9 გრადუსის სიმაგრე. საკმაოდ მაღალი გრადუსია. რატომ იმპერიულს? იმიტომ რომ ეს ლუდი გადიოდა რუსეთის იმპერიაში, სადაც დაბალ გრადუსიანი სასმელები მანდა მაინც დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა. ღია და შავი ფერის ელებს შორის კიდევ არის ერთი ძალიან საინტერესო ელი, ეგრეთ წოდებული წითელი ან ქარვისფერი ელები, ირლანდიელების ელებია ესა და ისინი ძალიან ამაყობენ ამით. მოგეხსენებათ, ირლანდიელები თვითონაც ჟღალთმიანები არიან, ძაღლები, ცხენები, ძროხებიც კი ასეთი ჟღალთმიანები ყავთ და აი ლუდიც ესეთი ჟღალი ფერის გამოუშვეს. მას ახასიათებს ძალიან მყარი ქაფი, რომელიც ძალიან დიდხანს ჩერდება და ასევე ძალიან არომატული და ძალიან გემრიელია. ახლა კი გადავიდეთ ლუდზე, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით უშვებენ მსოფლიოში. ეს გახლავთ ლაგერი. როცა ბავარიაში კანონით აიკრძალა ლუდის თბილ სეზონზე ხარშვა, შემოდგომის ლუდს უკვე ინახავდნენ გრილ სარდაფებში. სარდაფებში, რომელსაც ან სპეციალურად ხრიდნენ, ან აი მკირქვის მთებში, ალპებში პოულობდნენ მღვიმეებს და ამ მღვიმეებში, დარბაზებში აწყობდნენ და აქ ინახავდნენ. აღმოჩნდა სხვათა შორის ძალიან საინტერესო რამ, რომ დუღილის პროცესში თუ შეიტანდი შენ აი ამ ლუდს სიცივეში, მაშინ დუღილის პროცესი ნელდებოდა. თქვენ გახსოვთ, რომ ელის შემთხვევაში სადღაც 24 გრადუსამდე არის ტემპერატურა, გარეთა ტემპერატურა. აქ კი სადღაცა 8-10 გრადუსია მხოლოდ. და საფუარა სოკოები გაჭირვებით მუშაობენ. ანუ იქ თუ ძალიან სწრაფად ხდება ეს პროცესი, აქ ნელ-ნელა ხდება. ნელ-ნელა ხდება, საფუარა სოკოები ერთმანეთს არ ეწებებიან
გაზის გამოყოფა ისეთი ინტენსიური არ არის, ამიტომ ზემოთ კი არ ამოდის ალაო და მთელი ეს ქაფი, არამედ ქვემოთ იძირება და ამიტომ ასეთ ლუდებს უწოდებენ ქვედა დუღილის ლუდებს. და სწორედ აი ამ ქვედა დუღილის ლუდებს მიეკუთვნება ლაგერი, გერმანულად ლაგერი ნიშნავს ესეთ ადგილს, სადაც რაღაცა ინახება. ლაგერები დღეს ყველაზე პოპულარული ლუდებია, მათ ყველაზე დიდი რაოდენობით უშვებენ, მათ აქვს ძალიან თავისებური აი ნამდვილი ლუდის გემო, იქ ხილის და რაღაც ვარდების და მიმოზების არომატები იქ არ არის. ყველა ქვეყანაში ფაქტიურად დღეს ეს არის წამყვანი ლუდი და მათ შორის ჩეხეთში, საიდანაც მე ეს ლუდი ჩამოვიტანე. რატომ მიყვარს მე ჩეხური ლუდი? ალბათ იმიტომ, რომ ეს ჩემი ახალგაზრდობის ტრავმაა. ჩემი ახალგაზრდობის ლუდია, მაშინდელ საქართველოში წარმოებულ ლუდს არანაირი კავშირი არ ჰქონდა საყოველთაოდ მიღებულ ლუდებთან. ეს იყო რაღაც სითხე, რომელშიც არც გაზი იყო, ან თუ იყო ისეთი მინიმალური რაოდენობით, რომ ვერც გრძნობდი და არც კი ქაფდებოდა. ეს იყო სრულიად უგემური რაღაც ბოც რო გახედავდი, ამდენი ნალექი იყო შიგნით თბილისში, კერძო თბილისში გამოდიოდა ალბათ galaktikაში ჩვენს ირმის ნახტომში ყველაზე ცუდი ლუდი. და ეს ლუდი არ იყო, ეს რაღაცა სხვასასმელი იყო, რომელსაც უბრალოდ ლუდი ეწერა. არაუშავდა კიდე სანაპიროზე ჩამოსასხმელ ლუდს. იქვე ლუდის ბარი იყო, დღეს იქ არის ძალიან მშვენიერი ღამის კლუბი, მტკვარზე ქვია მას. ძალიან კარგი იყო სხვათა შორის ცხინვალის ქარხნის ლუდი, რომელსაც ხშირად ყიდულობდი ხოლმე, იმიტომ რომ მე ცხინვალში, ჯავაში მიწევდა მუშაობა არქეოლოგიურ ექსპედიციებში და რა თქმა უნდა გავივლიდით ყუთებით ყიდულობდით, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი ხარისხის ლუდი იყო. არაუშავდა ლუდს ქუთაისში და განსაკუთრებით კარგი ლუდი იშოვებოდა სტეფანწმინდაში, მაშინ ყაზბეგი ერქვა და იქ ბოტანიკოსების სტაციონარი იყო და დღეს არის იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი ბაზაა, სამეცნიერო ბაზა. იქ ჩვენი სტუდენტობის დროს დავდიოდი ბოტანიკოსებთან ერთად, გადავდიოდით ხოლმე მაშინდელ ორჯონიკიძეში, უძველეს ძაუქში, ახლა კი ვლადიკავკაზში და იქ ყიდულობდით უგემრიელეს ლუდს, ეს იყო სიაჩმენიკოლოს, ანუ ქერის თავთავი. თუ სხვათა შორის ვინმეს ნაცნობობა ყავდა ცეკასთან, ან ცენტრალური კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან, კგბ-სთან, მაღალი თანამდებობის პირებთან, ისინი მარაგდებოდნენ, მათთან შემოდიოდა ხოლმე საწყობში ჩეხური ლუდი. ეს იყო ზლატი ბაზანტი, იგივე ოქროს ხოხობი და ეხლა გამომივარდებიან მე საბჭოთა კავშირის მოყვარულები და მეტყვიან, რომ ჰაი, მიიღე. ხო შენი განათლება და ახლა აგინებ საბჭოთა კავშირს. ამაზე ცალკე შეიძლება მე გავაკეთო ერთი დიდი ვიდეო. სუკვირდები და ვეღარ მოვახერხე. და ერთი საინტერესო ისტორია მინდა გავიხსენო, ცოტა გაგახალისოთ უნივერსიტეტში. ახალგაზრდებს არ ეწოდინებათ, იყო ეგრეთ წოდებული სამხედრო კათედრა. სრულიად კრეტინული დანამატი, რომელსაც ყველა აბუჩად იგდებდა, ის ერთი დღე გვეკარგებოდა სწავლაზე, სამშაბათი დღე იყო მახსოვს და როგორც წესი რუსი ზლოთი სალდაფონები ყავდა ლექტორებად, რაღაც ბეტერის და რაღაცა რაღაც სიცულელებს გვასწავლინე, რომელიც 100 წელი არ უჭირდებოდა. მაგრამ აუცილებელი საგანი იყო და მეხუთე კურსის დახურვის შემდეგ, როდესაც ჩააბარებდი ყველა გამოცდას, მიყავდი სამთვიან შეკრებაზე. სადაც შენ გაძლევდნენ ლეიტენანტის წოდებას. ჩვენ ვიყავით მოტომსროლელთა ზვოდ არ ვიცი როგორ არის, დანაყოფის ალბათ, დანაყოფის ლეიტენანტები უნდა ყოფილიყავით და გვებარა დაახლოებით, ასე იგი 2 ბეტერი და 22 ადამიანი. და წარმოიდგინეთ, მე ომი რო დაწყებულიყო, ეს ხალხი შეტევაზე უნდა წამეყვანა და წინ უნდა გავქცეულიყავი, იდიოტიზმი, ხო, აბსოლუტური დაკარგული ფუჭი დრო, მაგრამ რასიზმ ასეთი დრო იყო. გაგვამწესეს ქალაქ ვალეში, სამხედრო ნაწილში. ვალე მოგეხსენება თურქეთის საზღვარზეა, თურქეთი ნატოს წევრია, დღესაც და მაშინაც იყო და ნატო საბჭოთა კავშირში მოიაზრებოდა ნომერ 1 მტრად. და წარმოიდგინეთ, ნატოს საზღვარზე ვართ, ხო? ეს არის იგი ომი რო დაიწყოს, აგერა ვართ და პირველი ჩვენ უნდა შევეჩეხოთ, ჩვენ უნდა მივიღოთ, უნდა დავიცვათ საბჭოთა კავშირის წმინდა საზღვრები. ისი დამცველები ვიყავით, ხო? არც ისე და არც ასე. მოკლედ
ძალიან მაგარი დრო ვატარეთ ეს ამ 3 თვის განმავლობაში. ეს იყო აი კომედია აბსოლუტური და ოდესმე რა ვიცი თუ მომიხერხდა გავაკეთებ მასზე ამ ისტორიებზე ერთ პატარა ვიდეოს, აი სრული კომედია იყო და ამ კომედიის ერთ-ერთი ნაწილი, აი ის ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით, თვითონ ჩვენი სამხედრო ნაწილის ღობეზე იყო მოდგმული ამ ქალაქ ვალეში ძალიან ცნობილი სასადილო, რომელსაც მართავდა წმინდა ოლეგი. ასე ვეძახდით ჩვენ, იმიტომ რომ რა საჭმელი უნდა გვეჭამა იქ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გვაჭმევდნენ 30 წლის წინ გაყინულ თევზს და ეს ეგრეთ წოდებული ენზე იყო ნიტრიკასნავიანი ზაპას, ანუ ხელშეუხებელი მარაგი, რომელიც აი ესე იცვლებოდა ყოველ 30 წელიწადში ერთხელ, ანუ 30 წლის წინანდელს გვაჭმევდნენ, მერე იქ დაიდებოდა 29 წლის წინანდელი და იმას ესე როტაცია ხდებოდა რა მოკლედ. და ეს ოლეგი ჩვენთვის გამოსავალი იყო, იმიტომ რომ ოლეგს ჰქონდა უკარგესი საჭმელები, ხორის ხორცი, ძროხის ხორცი, ავიცი ოსტრიდან დაწყებული, ეხან ერწყმი მომადგა, ავიცი ასარ გვიკეთებდა თევზეული გადასარევი, იმიტომ რომ მდინარე ფოცხოვი ჩამოდის ვალესთან და რადგან ის სასაზღვრო ზონა იყო, თევზით იყო გამოტენილი და აი ამ თევზის ცოცხალს გვაჭმევდა, მოხარშულ თევზს საოცარ შემწვარს, ავიცი კერძებს გაკეთებულს და მქონდა იმ დროისთვის ძალიან დეფიციტური ვინსტონი, სიგარეტი, რომელიც საკმაოდ იაფიღირდა ეს ყველაფერი და ამიტომ მთელი ჩვენი ფული მიდიოდა ოლეგის სასადილოში და ისიც ხეირობდა და ჩვენც ნასიამონებები ვიყავით და ერთხელაც ოლეგმა გამოგვიცხადა, რომ მოკლედ მაგარი რამე უნდა გითხრათო, სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. აი მოდითო ნახეთ, შორიდან დაგვანახა 2 უზარმაზარი ალუმინის კასრი, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა მაგიური სიტყვები პილზნერ ურქվել made in ჩეხოსლოვაკია. ნუ რა თქმა უნდა, არა ესო ცოტა რთული გასახსნელია, დღესო აღარ მოესწრება, საღამოა უკვე ეს ჩამოვალი მზის სხივებია და ეს ანათებს აი ამ კასრებს და შიგნით ვიცით რაც არის, ხო, ესეთი ქარვის ფერის სითხე ასხია, რომელიც 64-ია ჩვენთვის და რა ვიცი, ახალგაზრდები ვართ, 22-21 წლის ბიჭები, რა თქმა უნდა, სადღაც ვალეში სახლებს მოწყვეტილები. სხვა შორის უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვსვამდით არც წყალს, არც ჩაის, არც კამპოტებს და კისელებს და რაღაცებს თვითონ სამხედრო ნაწილში, იმიტომ რომ მაშინ ასეთი ლეგენდა დადიოდა, არ ვიცი მითხარით კომენტარებში, მართალი იყო თუ არა, მე აღარ გადამიმოწმებია, რომ თითქოს ამ პროდუქტებში უმატებდნენ ბრომის მარილებს, რომ ვინც ამ პროდუქტებს მიიღებდა და სამხედროებს განსაკუთრებით ჩაცხრომოდათ სექსუალური ვნებები, ხა მოგესწრებათ, ეხლა ჩვენ 3 თვით ვიყავით პრინციპში და გასვლის საშუალებაც ჰქონდა, იმიტომ რომ იქ ერთი კრუგლოვი ყავდა მაიორი, რომელსაც პრეფერანსს ვეთამაშებოდით ხოლმე და ეხლა 4 კაციანია ხო პრეფერანსი, 3 ჩვენ ვიყავით, ერთი ის იყო რა რეგვენი იყო ხო წარმოგიდგენიათ. ეს 3 შევიკრებოდით და უგებდით რას, რომ თქვა 2 დღით გავავიშვი და მივდიოდით ან ახალციხეში, ან თვითონ ვალეში, იქ ნაცნობები ყავდა, რჩებოდით იმათთან რაღაც. მოკლედ დროს ასეთი მომენტებიც ჰქონდა. და რა თქმა უნდა ეს ლუდი იყო ისევე მეორე რაღაცა მართლაც ჩამოვარდნილი ზეციდან. ნუ ყოველ დილით იყო ეგრეთ წოდებული პასტრაენია, ანუ დილის 7 საათზე წამოკვლიდნენ ხოლმე, ვისაც ძალიან არ ეცარებოდა, გადიოდა ამ პასტრაენიაზე, ანუ დაგვამწკრივებდნენ და გვიყვებოდნენ იმ დღევანდელი ან წინა დღის რა თქმა უნდა, ან შეიძლება ერთი კვირის წინანდელ რაღაც პოლიტიკურ მოვლენებს. მოკლედ ამ პასტრაენიაზე ვდგევართ, კრუგლოვი გვიყვება საშინელ ამბავს, მაშინ ჩვენ არ ვიცით რომ ეს მართლაც საოცარი ტრაგედია დაატრიალეს რუსებმა, სამხრეთ კორეის თვითმფრინავმა, სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეო, მასო გაეკიდა 2 გამანადგურებელი და იგი ჩამოაგდეს და ჩვენო თავიდან ავიცილეთ საშინელიო ომიო და აღმოჩნდა მერე რომ მათ ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 270 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 38 ბავშვი. და სწორედ აი ეს მოყოლაშია, რომ უცებ ხობის იქედან წმინდა ოლეგის სამფლობელოებიდან ისმის მძლავრი აფეთქების ხმა, აი ბომბი რო გამსკდარა ისეთი. გულმა გვიგრძნო რომ რაღაცა ისე ვერ არის როგორც უნდა იყოს და
ვის გაინტერესებდა ეს კრულოვი, მოკლედ გავავარდით იმისკენ ჭიშკრისკენ, აი ეს ახიარეული ხალხი, ალბათ საშინელი სანახავი ვიყავით, 30 კაცი აჯაჯულ ისედაც სამხედრო ფორმაში, ჩვენ კიდე თლად გავაუბედურეთ ეს სამხედრო ფორმები და მივართ ოლეგის სასადილოსკენ და ხდება ის, რომელიც ჩემი მეხსიერებიდან არასდროს არ წაიშლება, ეს ოლეგი აბსოლუტურად გალუმპული თავიდან ბოლომდე ზის თავისი სასადილოს იატაკზე. სასადილო არის მომსპარი აბსოლუტურად, არის ჩამოყრილი თაროები, სიგარეტები, პური რაღაცები ცურავს ლუდში. რა მოხდა? ვისაც მეტალიური ლუდის კასრები გინახავთ, ალბათ იცით, რომ იგი იხსნება სპეციალური ონკანი გასაღებით. წინასწარ ეს კასრი უნდა გაცივდეს დაახლოებით 5-6 გრადუსამდე, რომ შიგნით დაიკლოს წნევამ. აი ისევე როგორ თქვა თქვენ თბილი ლუდი რომ გახსნათ, ამოასხამს იგი, მაგრამ თუ მას კარგად გააცივებთ, იგი ასეთ რამეს აღარ გააკეთებს. პარალელურად ეს ხრახნი ისე ფრთხილად უნდა ჩავიდეს და ზუსტად უნდა ჩავიდეს, რომ მან რამე ცუდი არ გამოიწვიოს და ოლეგმა არ ვიცი რატომ გადაწყვიტა, არ გაუცივებია ეს კასრები, ორი კასრი იყო, ერთი გვაქვს ჯერ კიდევ. და დილით დაეტაკა და დაიწყო ამის ჩახრახნა და წნევა მესონკანი ამოაგდო, რა თქმა უნდა, კიდე კარგი რომ ოლეგს არ მოხდა, თორე გაიტანდა, იქ სადღაც ჭერში იყო გარჭობილი, ეს რკინის საკმაოდ დიდი ზომის ონკანია და კასრმა რეაქტიული ძრავის პრინციპით დაიწყო სირბილი სასადილოს ტერიტორიაზე ასხამს. ამიტომ რამდენიმე წამი გაგრძელდა სულ მართალია, მაგრამ ეს რამდენიმე წამი საკმარისი იყო იმისთვის, რომ იქაურობა მთლიანად გაეპარტახებინა. ერთი კვირა დაჭირდა, რომ ცოტა აზე მოსულიყო იქაურობა, შემდეგ ჩვენ შევკრიბეთ ფული, გავაგზავნეთ კაცი ახალციხეში, რომელიც ამ კასრების გახსნის აკადემიკოსი იყო, ამოვიდა, გაგვიხსნა ეს კასრი და ნუ რამდენიმე დღე, რამდენ ხანსაც გვეყო ეს ლუდი, მანამდე ვისიამოვნე. აი ეს გაცივებული ლუდი დაახლოებით ისეთივე სიამოვნებით დავლიეთ, როგორც აი გენიალური სტივენ კინგის გენიალურ მოთხრობაშია და მე გენიალურ ეკრანიზაციაშია, შოუშენკიდან გაქცევა, თუ გავსოთ იქ სახურავზე რო სხედან ეს პატიმრები და ცივილუც რომ მიირთმევენ, აი რაღაც ნეტარ სახეები რო და დაახლოებით ანალოგიური რამ ხდებოდა ვალეში. ბრეჟნევის დროს 70-იანი წლების შუიდან 84 წლის შუამდე დაახლოებით ლუდის წარმოება საბჭოთა კავშირში სამჯერ გაიზარდა და არყის კონკურენტად მოიაზრებოდა, მაგრამ იმ დროს დიდი რაოდენობით ლუდი მართალია ისმებოდა, დაახლოებით 16 ლიტრი წელიწადში, მაგრამ დღეს რო ვნახე, დღევანდელი სტატისტიკა რუსეთში ისმება 56 ლიტრი ერთ ადამიანზე. გადაანგარიშებით წელიწადში. ყველაზე მეტი მოხმარებაა და იმ დროს ყველაზე პოპულარული ლუდის სახეობა გახლდათ ჟიგულევსკი. ესეთი სახალხო ლუდი იყო, რომელსაც ყველა თავის გემოზე ხარშავდა და არ იყო სხვადასხვა ცუდი, ისევ ვიმეორებ, ოღონდ თბილისში არ უნდა დაგელია. და ამავე დროს ლუდი საბჭოთა კავშირში იყო ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი, ღვინოებთან ერთად, რა თქმა უნდა, რომლის რეკლამირება ძალიან ფართოდ ხდებოდა. აი მაგალითად მე მახსოვს თბილისის ვაგზალზე იყო ესე გადაჭიმული პლაკატი, რომ დალიეთ ყველგან მოითხოვეთ თბილ ლუდი და მე შაღირობდით, რომ ეხლა ცივი რა არის თბილისის ლუდი და თბილი რა უნდა იყოს, ხო? ლუდი განსაკუთრებული თემა იყო რუსეთში, იქ დიდ ქალაქებში, ქალაქის ქუჩებში დიდი ზომის კასრები გამოქონდათ და ამით იყიდებოდა, ამ კასრებით იყიდებოდა ეს ლუდი. დამაშვრალი მოსახლეობა დილის საათებშივე იკრიბებოდა ამ კასრებთან და რეიხსტაგივით შტურმით იღებდა მათ, ყველას არ ყოფნიდა სხვადასხვის ჭიქები, იმიტომ რომ ზოგჯერ როცა დაალებდნენ ერთ-ორ კათხას მე ჭიქიანად იკარგებოდნენ ხოლმე და ამიტომ ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც შენ თვითონ და მიგეტანა ან ჭიქა, ან როგორც წესი ეს იყო ლიტრიანი ქილები და ამ ქილებით იდგა ხოლმე ხალხი რიგში, საკმაოდ დიდი რიგი იყო. თუ რაღაც არ აიწეოდა იქა და ჭუბი არ ატყდებოდა, მშვიდად იდგნენ. და ამ კასრზე ეწერა, რომ მოითხოვეთ, რომ ჩამომსხმელმა ლუდი ქაფის დაჯდომის შემდეგ ჩაგიმატოთ. იმიტომ რომ ეს საკმაოდ ქაფიანი სასმელია, მოგეხსენებათ, თუ თქვენ დაასხამთ მას,
კაფი გაჩნდება, შემდეგ წაიღებთ, დაწდება ეს კაფი და დარჩება ძალიან ცოტა შიგნით, ხო? აი სწორედ ამ სხვაობებზე მილიონები კეთდებოდა საბჭოთა კავშირში, ბოლომდე ეს აი კაფიანი მას გამოუშვებდნენ ხოლმე და ვინ იყო ხა ვინ დაგაცლიდა ჯერ ერთი რომ იქ დამდგარიყავი შენ და კაფის დაჯდომას დალოდებოდი, ხო? აი უგნიდან მთელი ბატალიონი გაწვებოდა. ზოგადად ესეთ ლუდის კიოსკები, ლუდის ესეთ კასრები, ადგილები, ესეთ ადამიანების შეკრების ადგილებიც იყო, ვის არ ნახავთ აქ აკადემიკოსსაც, მუშასაც, მეშახტესაც, მფრინავსაც, კოსმონავტი შეიძლება შეგვედროდათ და ყველაფერს გაიგონებდით აქ ახალ ანეკდოტს, მთავრობის გინებას, საერთაშორისო პოლიტიკას, საავტორო სიმღერებს, რა ვიცი, ძალიან საინტერესო ის იყო, მე ხშირად მდგარ ვარ ხოლმე ასეთ რიგში, მოსკოვში როდესაც მუშაობდი რაღაცა პერიოდი და ასეთი ერთ-ერთი ასეთი მომენტი გამახსენდა, ასე რიგში ვდგავართ, მოსკოვის ერთ-ერთ შემოგარენში ვარ და სტუმრად და ჩავედი ლუდის საყიდლად და მოდის ვიღაცა კაცი ჯანთა აქ, ჯანთა გახსნა მოვიდა ჩემს გვერდზე და გამიხსნა ჯანთა და ეჟა კუპიშ მეუბნება. ვერ გავიგე მეთქარ ამით, ეჟა კუპიშ ანუ ზღარბსო იყიდიო. მოკლედ დაიარა ამ კაცმა მთელი რიგი, ვის უნდა ეხა ზღარბი იქა, ტრუბი გარეათ როგორც რუსები იტყვიან, ანუ მილები გვეწვის, პახმელიაზეა ყველა და წავალ მაშინ მოკლავ და რას მოკლავ, მე ვთხარი რატომ უნდა მოკლავ? აბა დამიჭერეოდა ისე ხო არ გაუშვება და მიივეცი სამი არა მანეთი მივეცი, გამოვისყიდე ეს ზღარბი და გაუშვი მე რა თქმა უნდა. ბევრს სხვათა შორის ლუდის გრადუსი არ მოსწონდა, განსაკუთრებით რუსეთში და აკეთებდნენ ეგრეთ წოდებულ პარაშუტს. იგივე ჩაკედულს, იგივე პერშინგს, ეს იყო ლუდში გარეული არაყი. რუსებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა, პივა без водки, деньги на ветер, ანუ ლუდი არყის გარეშე გადაყრილი ფულიაო. და ამიტომ როგორც წესი ლუდს ვამდნენ არახთან ერთად ხოლმე. და ეს ისეთი ზედდებას აკეთებდა საკმაოდ მძიმეს. იყო კიდევ ერთი, ბარემ თუ ამ თემას მივადექით, კიდევ იყო ასეთი ბური მეძვეც, ანუ ლუდში გარეული პორტვეინი. წარმოგიდგენთ რა გემო უნდა ქონოდა, მე არ გამისინჯავს. არა, აქ არა ვარ გარეული არაფერში, მაგრამ ერთი შემდეგი მაქვს გასინჯული, ეს არის სევერნესიანი, ანუ ჩრდილოეთის ციალი შამპანურში არაყი. თუ სწრაფად დათრობა ვინმეს უნდა ამ მეთოდს მიმართეთ, თუმცა არ გირჩევთ, იმიტომ რომ ბომბია, ნამდვილი ბომბია, ფაქტიურად გაზიან არ ახსვამს ადამიანი და თრობის ეფექტს აათმაგებს და ნუ მართლა ეხა ძალიან ახალგაზრდამ შეიძლება რაღაც ექსპერიმენტი ჩაატარო, მაგრამ ამაზე დაჯდომას არავის ურჩევ. ლუდი სხვათა შორის უამრავ საბჭოურ ფილმში ფუნქციონირებს და თამაშობს წამყვან როლს და ძალიან სასაცილოს და ძალიან საინტერესოს და მის ფალსიფიცირებაზე კიდე ცალკე ეპიზოდებია და ასე შემდეგ. ლუდზე საუკეთესო მისაყოლებლად ითვლებოდა, ახლა ხელდათმანებს გავიკეთებ. პროდუქტი, რომელიც საბჭოთა კავშირში როგორც ყველაფერი იყო დეფიციტური. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ყველაზე პრიმიტიული, ყველაზე მარტივი თევზისგან და ყველაზე ადვილად დასამზადებელი პროდუქტი. ეს გახლავთ ეს არის მარილში გამოყვანილი თევზი, ვობლა ან ტარანი. ტარანი ძალიან დეფიციტური იყო, ფაქტიურად დღეს რომ ზუთხი იყიდო დაახლოებით ანალოგიური იყო, ხოლო ვობლა ჩვეულებრივ იშოვებოდა ხოლმე როგორც წესი და განსაკუთრებით ფასობდა მისი ზურგის ნაწილი. აი ეს ნაწილი ფილე, რომელშიც ბევრი ხორცი იყო, დანარჩენი რა თქმა უნდა ნეკნებზე და იმაზე სათამაშო შეგელო გეთამაშა უბრალოდ და ჩემთვის ფავორიტული ნაწილი იყო თუ მასში იყო აი მასში არის ქვირითი რომელიც როგორც საღეჭი რეზინი ისე იღეჭება კვილებზე ეკრობა, მაგრამ ჩემთვის ძალიან გემრიელია. და სხვა შორის ვობლაზე კიდევ ერთი ისტორია ძალიან საინტერესოა. ვობლას შიგნით აქვს
საცურაო ბუშტი მოგეხსენება ძალიან ბევრ თევზს აქვს საცურაო ბუშტი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ზემოთ ქვემოთ იცურონ. ორი ნაწილისგან შედგება ეს ბუშტი და ამ ბუშტს ჩვენ წვავდით ასანთით. ახლა რო დავწვა იგი სახლიდან გამოსახლებენ. აყენებდა საშინელ სუნს, მაგრამ ისიც როგორც აღიჭი რეზინი უგემრიელესი იყო ჩვენთვის ლუდთან ერთად. ეს გახლავთ ბელი ამურ, ასევე საკმაოდ ეს უკვე ძვირიანი თევზი იყო, არ გავხსნი. განსხვავდება, ხედავთ, იგი უფრო დიდი ზომისა, უფრო რბილია და უფრო მეტი ხორცი აქვს, ესეთი საკმაოდ გემრიელი თევზია ეს. ასე რომ დღეს ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ლუდის გიახლოთ და თევზიც მივაყოლ და ცოტა საბჭოთა კავშირში დავბრუნდე ჩემს ახალგაზრდობაში. ასევე ძალიან პოპულარული იყო კილკა. კილკა ეს იგივე ხამსაა, რომელიც ჩვენს დამარილებული ჩვენთანაც იყიდება, მას თავში წავლებდი ხელს, გამოკაჩავდი და ეს ნაწლავები მოყვებოდა და შემდეგ გადაუშვებდი პირში. თუმცა იყვნენ კამიკაძეები, რომლებიც პირდაპირ ყლაპავდნენ თავი ამ ნაწლავებიან ყველაფრიანად ამ თევზს. მესამე და მართლაც საოცნებო მისაყოლებელი ეს გახლდათ კიბორჩხალები. განსაკუთრებით ფასობდა თბილისში სევანის ტბის კიბორჩხალები, დიდი ზომის კიბორჩხალები იყო, რომელსაც ჩვენ თვითონ ხარშავდით ხოლმე. კამა უნდა უქნა დაფნის ფოთოლი, მარილწყარლი და წამოადუღო და გაწითლდება, კარგად გაწითლდება ეს მწვანე კიბორჩხალა და ლუდთან ერთად არის გენიალური საჭმელი, ხორცი ძირითადად არის კუდის ნაწილში. რა თქმა უნდა, ხინკალი, რა თქმა უნდა, კაბაბი, ახლა ეს ქართული სპეციფიკა ცოტა სხვანაირია ლუდთან მისაყოლებელი საკვების, მაგრამ, როგორც წესი, ასეთად ითვლებოდა, ასე თევზეული ითვლებოდა ძირითადად ლუდზე მისაყოლებლად. მაგრამ ევროპაში ასე არ არის. თევზი ძალიან იშვიათად რომ მიატანონ ლუდს. არა, მიატანენ, რა თქმა უნდა, თევზი ყველაფერზე კარგად მიდის, ღვინოზეც მიდის და ლუდზეც და შამპანურზე და ყველაფერზე, მაგრამ მაინც ესეთი ტრადიციული მისაყოლებლები აქ არის უფრო შემწვარი ღორის ხორცი. ღორის ხორცი ლუდში მოხარშული და შემდეგ შემწვარი, აი აიზბაინები, სხვადასხვა ვარიაციები, ნეკნები, შემწვარი ლუდში ჩახარშული და ასე შემდეგ უგემრიელესია, უკარგესია, ძალიან თავისებულია, ძალიან ზუსტად მიდის ევროპულ ლაგერებთან. 1985 წელია საბჭოთა კავშირში იწყება პერესტროიკის პერიოდი, ანუ ეს სამი ერთმანეთს მიყვა, ბრეჟნევი, ლიგაჩოვი, ანდროპოვი, მოვიდა მეოთხე, იმ ძველი თაობიდან გადმოყვა მას ლიგაჩოვი, რომელიც სხვათა ახლა ხარ მოკდა რაღაც 102 თუ 105 წლის ასაკში. და ამ ლიგაჩოვმა მოკლედ რუსი ხალხიო იღუპებო ალკოჰოლისგანო და ზოგადად საბჭოთა კავშირში გამოაცხადა მშრალი კანონი. ესეთი კლასიკური მშრალი კანონი არ იყო. ეს იყო 2-დან 5-მდე იყო მხოლოდ ალკოჰოლის გაყიდვა. ამავე დროს მიდიოდა მძლავრი პროპაგანდა, რომ ალკოჰოლი არ უნდა დაგელია და აი მაგალითად ქორწილებს იხდიდნენ უალკოჰოლოს, სახალისო იქნებოდა ეს ყველაფერი, რომ არა ტრაგედიები, რომლებიც სხვაჯერ საქართველოში ხდებოდა. დაიწყეს ვენახების გაჩეხვა, დაიწყეს ადამიანების დაჭერა იმისთვის არაყს ხდიდა, ანუ არყის აღთელი აპარატის გამო ჭაჭაც ვერ გამოხდიდა, კახელი კაცს წარმოგიდგენია. უცებ გიჭერენ ამის გამო. იქ იყო სროლები, ვიღაცები მოკლეს, ვიღაცები მოკლეთ, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდა. და მეორედ კი არა და მეხუთე მსოფლიო ომი იმართებოდა ყველა მაღაზიასთან რუსეთში. იმიტომ რომ აი 2-დან 5-მდე უნდა მოესრო ხალხს ყიდვა, ხო შაბათ-კვირას არ იყიდებოდა კიდე, ანუ პარასკევს იყო მართლა აი ერთი ნეიტრონული ბომბი არისროდნენ, თორე ყველანაირი მეთოდით ცდილობდნენ რომ აეღოთ შტურმით აეღოთ აი ეს სასმელი ყიდებოდა და მოემარაგებინათ შაბათ-კვირისთვის. პირუკუ ეფექტი გამოიწვია, ამან რა თქმა უნდა გაჩნდა იატაკქვეშა საწარმოები, ისევე როგორც მაფია გააჩინა 20-იან წლებში შეერთებულ შტატებში მშრალმა კანონმა და დღემდე ვერ მოიცილეს, ანალოგიურად აქაც იატაკქვეშა რაღაც საწარმოები გაჩნდა, რა თქმა უნდა, იქ იყო სუროგატული სპირტები შეტანილი, ძალიან დიდ შემთხვევაში ხალხი სვამდა ყველაფერს, რაცაც კი სპირტის სუნი ჰქონდა და სიკვდილიანობამ კატასტროფულ ზღვარს მიაღწია, იმიტომ რომ იწამლებოდა უბრალოდ ხალხი აი ამ სუროგატებით, აი ამ ფალსიფიცირებული სასმელებით.
ერთადერთი პლუსი რაც ამ მშრალ კანონს ჰქონდა ის რომ მან დააჩქარა საბჭოთა კავშირის რღვევა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მაშინ ნავთობის ფასი რეიგანის პოლიტიკის გამო ძალიან დაეცა და საბჭოთა კავშირი ისევე როგორც დღევანდელი რუსეთი ნავთობის როგორც ნარკომანი ისე იჯდა ნავთობის ნემსზე და პლუს ალკოჰოლი იყო ბიუჯეტში ძალიან დიდი რაოდენობის ფულის შემტანი და ეს წყაროც გადაიკეტეს თვითონ ხელოვნურად საბჭოთა კავშირში და ისე ვიმეორებ ერთ-ერთი წინაპირობა იმ სუსტი გოლიათის წაქცევისა იყო სწორედ ესეც. ახლა დავუბრუნდეთ თემას, რომელსაც ჩვენ ცოტა არ იყოს გადაუხვიეთ. ყველაზე მეტად დასვიანებული თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ ყველაზე მეტი სვია სწორედ არის პილსნერებში. პილსნერი თვითონ სიტყვა მომდინარეობს პილზენიდან, ჩეხური ქალაქ პილზენიდან, სადაც პირველად გამოიყენეს დიდი რაოდენობით სვია ლუდის წარმოებისას, ხარშვისას. ალაო საკმაოდ ღია ფერის არის და ახასიათებს მას ოდნავი სიმშრალე და ეს სწორედ პილსნერია, ეხლა მე რაც მიკავია ხელში. ჩეხური ლუდების ალბათ 95% სწორედ პილსებია. პილსზეც ახიან ესე შემოკლებით. ყველაზე მუქი პილსი გახლავთ შვარცბია, რომელიც გერმანიაში იწარმოება და მე-19 საუკუნეში უკვე გერმანელი და ჩეხი ემიგრანტები, რომლებიც ძალიან დიდ დიასპორას ქმნიან ამ კონტინენტზე და ეს ემიგრანტები ქერის ნაცვლად ამერიკაში იწყებენ იქ არსებული ყველაზე პოპულარული, ყველაზე იაფი მარცვლეულისგან, სიმინდისგან ლუდის დამზადებას. რა თქმა უნდა, ეს არის ლაგერები, ანუ ქვედა დუღილის საფუარების მიერ შექმნილი ლუდები. სიმინდისგან წარმოებულ ლუდს აქვს ღია ფერი, კარგი გაზიანობით ხასიათდება, საკმაოდ ნაზი და გამოკვეთილი გემო აქვს და გრადუსაც არ აუშავს, 5-6 გრადუსამდე ადის. და ასეთი ლუდის ხოშოს ყველაზე მეტი იყიდება მსოფლიოში, იმიტომ რომ ჯერდი ამერიკაში ცხოვრობს უამრავი ადამიანი და ასეთი პოპულარული ლუდებია დღეს ბუდვაიზერი, ბადვაიზერი, მილერი, ბუში და ყველა ესენი რა თქმა უნდა ლაგერებია. სხვათა შორის ბრიტანელები მათ ლუდად არ თვლიან, ბრიტანელები ყოველთვის რაღაც ცალკედ განან ხოლმე და ისე საინტერესოა ბრიტანელებს რომ და ალბათ გასინჯული აქვთ ვიღაცა ალბათ ხვდებოდა საბჭოთა კავშირში აი იმ დროინდელი თბილისური ლუდი რო გაესინჯა რა სიტყოდნენ რა სასმელთან ჰქონდათ საქმე. მექსიკელებმა თავიანთ ცხელ კლიმატს შეუთავსეს ძალიან საინტერესო ლუდი კორონა, რომელსაც ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ლიმნის ან ლაიმის ნაჭრებთან ერთად ისმევა. ნუ ცოტა რაღაც ვობლადან ლაიმის ნაჭრებზე რო გადადიხარ, ცოტა რთულია, ხო? კიდევ არსებობს ლუდის სახეობები, რომლებიც ძალიან სპეციფიურია, მაგალითად ბელგიური ლამბიკი, რომელიც ეგრეთ წოდებული ველური საფუარა სოკოებისგან მზადდება და პარალელურად აქვე მრავლდება ძმარმჟავა ბაქტერიები და ლუდს აძლევს მჟავე გემოს. მე ეს ლამბიკი გასინჯული მაქვს და მართალი გითხრა დიდად ვერ მოვიხიბლე. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ლუდი ეგრეთ წოდებული კიოლში. კიოლში მზადდება მაღალი და დაბალი საფუარების დუღილის მონაცვლეობით. თავიდან მას თბილადგილას დებენ ალაოს მოსამწიფებლად, იგი იწყებს დუღილს და იწყება ზედა დუღილი, შემდეგ იგი გადააქვთ ცივადგილას და აქ გრძელდება უკვე ეს ყველაფერი ილექება ქვემოთ და აქ გრძელდება უკვე ქვედა დუღილით. კიოლს საკმაოდ თავისებური გემო აქვს და მას ისევე როგორც ვთქვათ შამპანურს, კონიაკს აქვს ადგილწარმოების საავტორო უფლება აღებული და კიოლშის წარმოება მხოლოდ კიოლში შეიძლება. მაშასე ჩვენ რამდენიმე წუთში გავიარეთ გზა, რომელიც გამოიარა 1000 წლეულების განმავლობაში ამ ოქროსფერმა სასმელმა. შუმერებიდან პრაღის და ჰამბურგის ლუდის ბარებამდე, მღვიმეებიდან ცათამბჯენებამდე, თიხის დოქებიდან ალუმინის ქილებამდე და მაინც სითხე, რომელიც ამჭიქაში ასხია, პრინციპში იგივეა
რაც ძველ ეგვიპტეში იხარშებოდა. ლუდმა თავისი არსებობის განმავლობაში გამოიარა ომები და მშვიდობა, იგი ხედავდა თუ როგორ ყალიბდებოდნენ და როგორ ნადგურდებოდნენ იმპერიები. იგი იყო წამალი, იგი იყო ვალუტა, იგი იყო ღმერთებისთვის შესაწირი წმინდა სითხე და ასევე ზოგ შემთხვევაში შეჩვენებული სასმელი. ლუდი მხოლოდ ალკოჰოლი არ არის, ლუდი არის კულტურა და ტრადიცია და არ აქვს მნიშვნელობა ეს მსუბუქი პილსნერი იქნება თუ თქვათ იგივე მძიმე სტაუტი. ერთი კი ნამდვილია რომ ლუდის მიღების კულტურა აერთიანებდა და აერთიანებს ადამიანებს და როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მამადამ არსებელმა ბენჯამინ ფრანკლინმა თქვა, ლუდი იმის პირდაპირ იმტკიცებულებაა, რომ ღმერთს უყვარვართ და მას სურს, რომ ჩვენ სიამოვნებით და სიამოვნებაში ვიცხოვროთ. მე დღეს ამით მინდა დაგემშვიდობოთ, საკმაოდ გრძელი და ჩახლართული ვიდეო გამოვივიდა. მე კადრს მიღვა ამ ლუდს გიახლებით, იმიტომ რომ YouTube-ის კანონების მიხედვით ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღება კადრში აკრძალულია და ხოლო ამის შემდეგ ჩაუჯდები მონტაჟს, რათა დროულად მოგაწოდოთ ვიდეო, რომელიც შაბათ-კვირას ისე გაგატარებინებთ, რომ მომაბეზრებელ ორშაბათზე კარგახანს არ იფიქრებთ. კვლავ თუ მოგეწონათ ვიდეო დაუსვით მას მოწონების ნიშანი, თუ არ მოგეწონათ და ესეც აქტივობა ჩამოკარით ქვემოთ. პარალელურად, რა თქმა უნდა, დაწერეთ კომენტარები და გადააზიარეთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში.